ქართული ოცნება არის ყველაზე სუსტი, რაც კი ოდესმე ყოფილა. გაუშვეს ტიპები, რომლებიც მათი მომხრეების თვალში მაინც არ უნდა გაეშვათ. ხარება თუ გააგდეს და თუ იჭერენ ადამიანებს, ვინც აქ მუშაობდნენ, შეიძლება მეც გამაგდონ. ამის იქით იმალებოდა ესეთი განცხადება. ჩვენ გვეშინია, ჩამოგვეშალოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მუშტს უბრალოდ მუშტს უნდა უპასუხო. ნებისმიერი ამ ტიპის სისტემა განუწყვეტლივ უშვებს შეცდომებს. აბა სიმდიდრე რადგინა ხა წალინჯი ხაში თუ არ გაიგრიალენ 1.5 მილიონი ფერარით. ხოცების ცოლების ყოველ მეორეს ნამდვილად უკეთია როლექსი მოპარული ფულით. ყველაზე დიდი ტრაგედია დიქტატურის ამ მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოება იხრწნება. მე მაქვს აღქმა, რომ ახლა სისტემა როგორ ფორმაშიც არის, რომ განმეორდეს ნოემბერი ან დეკემბერი, შეიძლება ვეღარ გაუძლოს. ბურჭულაძის მინისტრობისას ვინმე ჭკუათ მყოფელია, ოდნავ ნორმალური მოთხოვდა რა მეორე ფრონტის გახსნა. ჰესბოლაზე ნაკლები გვაქვს ბიუჯეტი რა. კაც აპატიმრებდნენ და თავი წაიქცია. ვცხოვრობთ ქალაქში, სადაც დანგრეული ეკლესიის სურათი ეკიდა. ეხლა ვაპირებდი კითხვის დასმას და პასუხი ვიპოვე. მაგრამ არ მგონია რომ ამაზე დგას ოცნება. ლიტერატურული პერსპექტივიდანაც თუ ამას შეხედავ, აი გაღიარებ ბოლომდე. ეს ყველაფერი ამ ქვეყანას გააღარიბებს საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ამ ქვეყანას ჩაჩეხავს საბოლოო ჯამში და ეს ჩაჩეხვა შეიძლება იყოს ესე წკაპ. მოგესალმებით, მცირე პაუზის შემდეგ, საზაფხულო პაუზის შემდეგ დავბრუნდით სრული შემადგენლობით. ეს არის საერთაშორისო აქცენტები, მე ეკა კვესიტაძე ვარ. მას შემდეგ რაც დავბრუნდით, პოლიტიკური ფონი კიდევ უფრო დამძიმდა. 2 დღის წინ დააკავეს ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა. 2 დღით ადრე ვნახე ლევანი და ბუნებრივია ვკითხე თავარ საშიშროებაზე ელოდებოდა თუ არა დაკავებას და მითხრა რომ იცი რა არ ველოდებიო, იმიტომ რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში კლოუნს მეძახდნენ და ეხლა რომ დამაკავონ, ჩემი პიროვნებაც უნდა და ჩემი ფიგურაც უნდა გაასერიოზულონ და 4 ოქტომბერიც უნდა გაასერიოზულონო. თუმცა მეორე დღეს დააკავეს ამ საუბრიდან და ისე დააკავეს და ისეთი კომიკური ბრალი წარუდგინეს, რომლის მსგავსი ხოცურ ისტორიაშიც არ მოიპოვება, რომ ეს ყველაფერი მიუთითებს პანიკურ შიშზე და ძალიან სწრაფად მიღებულ გადაწყვეტილებაზე. თან კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ბრალი, ესე იგი დაპირებისთვის, რომ თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არ შეასრულებენ უკანონო ბრძანებას და ხალხის წინააღმდეგ ხელს არ აწევენ, ამ შემთხვევაში მათ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კანონიერად გადაეცემოდათ ჯილდოები. აი ეს იყო დაპირება და ამის გამო დააკავეს ლევან ხაბეიშვილი. ამის კომიკურობას თვითონაც ხვდებიან ხოცები, ამიტომ შეეცადნენ რომ ბოლოს რაღაცით დაემძიმებინათ, ეხლა ტროტილის საქმე შემოიტანეს და შეიძლება კიდევ რაღაცა ჩანაწერებით შემოიტანონ მოგვიანებით, რომ მთლად ასეთ სულელურ მდგომარეობაში არ ჩაიგდონა თავი, რაც თავარია იმ მაშინვე დააკავეს ჯუაშერ ბურჭულაძე, ისე რომ ჯერ დაკავებული არ ყავდათ. ანუ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი მიუთითებს ძალიან ესეთ აბსოლუტურად იმპროვიზირებულ ქმედებაზე. ვიღაცა მიიღო გადაწყვეტილება ვიღაცის წინააღმდეგ, რომ ხაბეიშვილი დაეკავებინათ, რადგან ამ ყველაფერს აქვს რასაკვირველია თავისი ცუდი მხარე ხოცებისთვის, კაცი რომელსაც მართლაც კლოუნს ეძახდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში და ამაზე ქონდა დაწყობილი პროპაგანდა, უცებ გახდა კაცი, რომელიც რევოლუციას აწყობდა და რომლის სიტყვასაც დაიჯერებდნენ ქართველი სამართალდამცავები. გარდა ამისა, ეს ძალიან კარგად მიუთითებს იმაზეც, რომ ქართულ ოცნებას ძალიან ეშინია და დობა აქვს დაკარგული საკუთარი სისტემის. ანუ ძალიან კარგად რომ ვიცოდეთ და კარგად რომ გავაანალიზოთ სიტუაცია, უნდა ვთქვათ, რომ თუ აი სამართალდამცავების რაღაცა ფრთა მაინც ჩამოიშალა, ანუ რამდენიმე ათეულმა, ასეულმა პოლიციელმა, თუნდაც ათეულმა პოლიციელმა თქვა უარი დავალების შესრულებაზე, ეს ნიშნავს ამ სრულიად მორღვეული, დემორალიზებული რეჟიმის ჩამოშლას. და ლევან ხაბეიშვილის დაკავება პირველ რიგში სწორედ ამაზე მიუთითებს. ჩვენ ამ თემას ახლა განვავრცობთ ძალიან კარგად, ძალიან საინტერესო სტუმრებთან.
სანდრო შარაშეინძე, ზურა ფარჯიანი და ზალ ჩხეიძე არიან ჩვენთან ერთად. სამივე ჩვენი პოდკასტის სტუმრები ყოფილან. სანდრო ეხლა მიდის ამერიკაში და ამიტომ ვისარგებლე მისი ყოფნით. კვირას მიფრინავს სტენფორდში, სადაც ის არის დოქტორი. ზალი იცით რომ ძალიან ცნობილი ლიტერატორია და ძალიან პოპულარული და ზურა ფარჯიანი ვინც არის ცნობდა უკვე ყველამ გაიცნობა შემდეგ რაც კობახიძემ ის გამოაცხადა კოლექტიურ ფარჯიანად და თქვა რომ აი ეს კოლექტიური ფარჯიანი გინდათ თუ არაო და ეხლა მოდი შევხედოთ ასე ეს კაცი გარდა სხვა ყველა დამსახურებისა თავისი მრავალი პროფესიისა ელჩობისა და ასე შემდეგ არის რასად როდის ლეგენდარული ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე რომლის ბლიცებსაც დღემდე უყურებენ ახალგაზრდები მეორე დღისათვის მოთხრობა დაეწერა უბრალოდ მოთხრობა და მე მინდა ასეთი არჩევანი შემოგთავაზოთ აი კოლექტიური ეს ხალხი გირჩევნიათ ვინც არის დღეს ქოცების სახე თუ კოლექტიური ფარჯიანი ბროლის ბუს მფლობელი და ერთ-ერთი გამორჩეული ინტელექტუალი ამ ქვეყანაში. მოკლედ ეს არჩევანი თქვენ თვითონ უნდა გააკეთოთ და მე მგონი ძალიან მარტივი არჩევანია. ვიწყებთ გადაცემას მოგესალმებით. მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. ესე იგი დღეს ჩვენ ვაპირებთ საუბარ ძირითადად ჩიდა პოლიტიკაზე. ამ კონტექსტში გავიხსენებთ რა ვილაპარაკებთ ნეპალის რევოლუციაზეც, რამ გამოიწვია ეს რევოლუცია, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა ამ კვირაში ქართველებშიც, ბევრი უყურებს ამ კადრებს, საკმაოდ შემაძრწუნებელ კადრებს, რაც ვრცელდება ნეპალიდან რევოლუციის შიშზე ქართულ ოცნებაში, დასუსტებულ ორგანიზმში, რომელსაც ერთი ხელის ყვრა ჭირდება მართლა რომ ჩამოიშალოს, ასევე ვილაპარაკებთ დიქტატორების ოცნებაზე, რაც შეიძლება დიდხანს გაიხანგძლივონ ცხოვრება და ბედის მუხანათობაზეც, იმიტომ რომ ერთი ელაპარაკობდა ცხოვრების გახანგრძლივებაზე და ორგანოების გადანერგვაზე, მაგრამ ზუსტად არ იცი რას გიმზადებს ბედი, რომელიც საკმაოდ მუხანათურია ხოლმე ხშირად. მანამდე მინდა სანდროსთან დავიწყო ლაპარაკი ჩარლი კირკზე, ადამიანზე, რომელიც ძალიან ცნობილ კონსერვატორ მოაზროვნეზე, პოდკასტის ავტორზე, გავლენიან კაცზე ამერიკის კონსერვატორულ საზოგადოებაში, რომელიც ცნობილია ძირითადად იმით, რომ აწყობდა დებატებს სტუდენტებს შორის ეს კაცი მოკლეს ახალგაზრდა კაცი სიკვდილის სცენა მკვლელობის სცენა იყო უკიდურესად შემზარავი გრაფიკული კადრები გავრცელდა მხოლოდ რამდენიმე არხით ის მედიას არ უჩვენებია რასაკვირველი იმდენ შემზარავი იყო რამდენიმე საინფორმაციო არხით ტელეგრამს გულისხმობ და შეიძლება სხვა არხებითაც გავრცელდა და ამ შეუძლებელია ეს კადრები ნახო და წარმოუდგენლად არ შეგზა ხო, სანდრო, აი მოკლედ გითხარი რა ვიცით ამ დროისთვის ამ კაცის ახალგაზრდა კაცის მკვლელობაზე და რა ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ამას შეიძლება ძალიან დიდი გავლენა მოახდინოს ამერიკის პოლიტიკაზე და პირიქით გააძლიეროს მაგას მოძრაობა. შევეცდები შედარებით მოკლედ. რატომ არის ეს ახლა გამორჩეულად მნიშვნელოვანი მოვლენა? ბოლო პერიოდში ამერიკაში პოლიტიკური მკვლელობები შედარებით გახშირდა, შარშან იყო ტრამპის მკვლელობის მცდელობა, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ამ ბოლო პერიოდში იყო. ამას დაემატა მე რამდენიმე ცოტა ხნის წინ მინესოტაში ორი დემოკრატი კონგრესმენზე შეტევა და არც თუ ისე დიდი ხნის წინ იქამდეც იყო ნენსი პელოსის ქმარზე შეტევა და რამდენიმე მსგავსი შემთხვევა და არაპოლიტიკური მკვლელობების პოლიტიკური ნიშნით ელფერით ყოფილა მაგალითად ერთ-ერთი დიდი ჯანდაცვის კომპანიის დირექტორი მოკლა ასევე ერთმა მემარცხენემ და ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ეს დამოკიდებულება აი რესპუბლიკური ფლანგისგან რომ მემარცხენეები ქაოსს თესავენ ადამიანებს კლავენ და ასე შემდეგ და აი ეს რიტორიკა წამოვიდა წინ. ნუ რეალურად ახლა ორივე მხრიდან არის მკვლელობები, როგორც თქვით, რაღაც დემოკრატების იყო შეტევები. მაგრამ ახლა რესპუბლიკელები არიან ძალაუფლებაში და ყოველთვის მათ ჰქონდათ ეს დამოკიდებულება, რომ ჩვენ ვებძვით დანაშაულს და ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე, რომ ჩვენ დანაშაული არ გვიყვარს და ადამიანებს ციხეში ჩვენ უშვებთ. ისინი არ უშვებენ, ისინი უფრო კარგად ექცევიან დამნაშავეებს. ეს აქვს ხოლმე ყოველთვის რიტორიკული მომენტი რესპუბლიკელებს. პლუს ჩარლი კირკის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე იყო ასევე საზარელი სცენა, როცა უკრაინელი ქალი მოკლეს ამერიკაში და მოკლა ადამიანი, რომელიც რამდენჯერმე იყო ციხეში ნამყოფი. და ისევ ესეც აძლიერებს ამ არგუმენტს რესპუბლიკელებს აქვთ, რომ შეხედეთ
ადამიანი რომელიც ციხეში იყო ნამჯდარი გარეთ გამოუშვეს. ვინ გამოუშვა? ამათმა. და მემარცხენეებზე შეტევისთვის ამას იყენებენ. ხო, რატო არის გამორჩულად რელევანტური ეს? მალე მორჩები გვიდები. არა, საინტერესოა, იმიტომ რომ იმდენად რეზონანსული არის ეს საქმე, რომ მარტო ერთკვლელობას ცდება. რატომ არის ახლა გამორჩულად მნიშვნელოვანი? ტრამპი ბოლო თვე ნახევარია, ცოტა უცნაურ რაღაცას აკეთებს, რაც არის რომ გვარდიას და ჯარს იყენებს, რომ შევიდეს რაღაცა ქალაქებში და შეეცადოს რომ იქ სამართალდამცავი ფუნქცია თვითონ აიღოს საკუთარ თავზე. ანუ წაართვას ძალაუფლება ლოკალურ მთავრობას და ფედერალურ მთავრობას საკუთარ თავს გადააბაროს. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი იყო, რომ ლოს-ანჯელესში ადამიანების ჯარის შეშვება და მეორე DC-ში პოლიციის დეპარტამენტის ხელში ჩაგდება. ორივე ძალიან, მოდი ესე ვთქვათ, არასტანდარტული აქციელი არის ამერიკაში, ესეთი რაღაც არ ხდება ხოლმე როგორც წესი, მაგრამ არის ცდილობა, რომ აღმასრულებელი რგოლის ფედერალური ძალაუფლება საკუთარი გააძლიეროს. და აანონსებდა ის ცოტა ხნის წინ, რომ ჩიკაგოშიც იგივე აპირებდა. ეს ორივე მოვლენა წესით ტრამპს ამაში ხელს შეუწყობს. იმიტომ რომ ბევრად მარტივი იქნება, რომ გამოაცხადოს, რომ ხალხო შეხედეთ, ჩვენ გვაქვს დანაშაულის კრიზისი, საანგებო მდგომარეობა არის და აუცილებელი არის, რომ მოკლედ ჩავერიოთ. არ შეიძლება, რომ ახლა ვიღაცა დემოკრატ გუბერნატორებს შევაბაროთ ქალაქები, იმიტომ რომ ისინი ნახეთ რაც სულად მართავენ ყველაფერს. ხო, აქ ვიღაცა რა თქმა უნდა უპასუხებს, რომ ეს უტაში მოხდა მკვლელობა, ეს რესპუბლიკური შტატია, მაგრამ ესეთ მომენტში შემოსყრ მნიშვნელობა არ აქვს. ხო, მთავარი ეს რიტორიკული მომენტი არის, რომ შენ ამის თქმა რო შეგიძლია, ძალიან ძლიერია. მეორე არის ახლა საზოგადოებრივი ასპექტი, რომ ვიღაც ადამიანები იყვნენ, ვინც შეიძლება სხვა სოციალებში ამას გამოხმაურება ქონათ, რომ რა კარგია რომ ეს ადამიანი მოკვდა, ეს კატასტროფა ვიღაცას ეს რეაქცია რო აქვს, მაგრამ ამასაც ხადია იყენებენ შემდეგ მეორე მხარის დემონიზებისთვის და ეს მუდმივად ხდება ხოლმე. ანალოგიური შემთხვევა იყო, როცა ეს დემოკრატების თავდახმა მოხდა, რამდენიმე რესპუბლიკელმა სენატორმა ამაზე იხუმრა და ამაზეც მე მემარცხენეებმა შეუტიეს, მაგრამ ამ წამს ესაა მე მგონი მთავარი მომენტი, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების გაძლიერება ძალიან სურს ტრამპს და საბაბი რაღაც დონეზე ეძლევა. და ჩიკაგოში შესვლა არ შესulis თემა დგას. კი, ანუ რამდენიმე დღის წინ ეგეთი რაღაც დატვიტა, რომ აი ახლა ჩიკაგო გაიგებს, რატო გადავარქვი ომის დეპარტამენტ. სამხედრო განყოფილებაა, ხო, როგორც ხო, მოკლედ ძალიან მძიმე ამბავია, სამწუხაროდ ძალიან ხას უსვავს კიდევ ერთხელ ეს არათუ პოლარიზაციას, კიდევ ამბობ დემონიზაციას, ეს ერთხელ ძალიან კარგად ახსნა კოტკინმა ეს გამოიყენა, რომ ჩვენ პოლარიზაციას კი არ ვებრძვითო დემონიზაციასო. დემონიზაცია ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ერთი ტომი ამბობს, რომ თუ მეორე ტომი გადარჩა, მაშინ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და უკვე ძალადობა ხდება ერთადერთი იარაღი ერთმანეთთან საბრძოლოდ. ამიტომ ეს ფონი არის უმძიმესი და აქ ალბათ რაღაცა ზომიერი ცენტრისტი რიტორიკა არის ერთადერთი გამოსავალი და ისეთი ლიდერი, რომელიც ყველას დაანახებს, რომ პოლარიზაცია და დემონიზაციის პროცესი არის ყველასთვის ძალიან დიდი საფრთხის, ფიზიკური საფრთხის მატარებელი. არა თუ იდეოლოგიური საფრთხის, ფიზიკური საფრთხის მატარებელი. მოკლედ, ახლა გადავიდეთ ჩვენთან არსებულ დემონიზაციაზე, რომელსაც ზუსტად იგივეს იყენებს, ოდნავ მოგვიანებით ვილაპარაკებთ ამას, იმიტომ რომ ქართულ ოცნება, რასაც აკეთებს, ახლა ეს არის დემონიზაცია, მასთან დაპირისპირებული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის, რომელსაც ყველანაირ სახელს უგონებენ იმისათვის, რომ გაამართლონ ამ ადამიანებზე ძალადობა, ციხეში ჩასმა, მათი დასჯა და ასე შემდეგ თავისი მომხრეების ნაწილში, მაგრამ მანამდე ზურა კოლექტიურ პარტიას ვიმართა. ჩვენ ახლა ყველა იმედია მეც კოლექტიურ პარტიაში მოვიაზრები, ძალიან ბედნიერი ვიქცები თუ ასეა. ახლა მოუყვეთ ავხსნათ კარგად რა მოხდა ნეპალში, ანუ ის ნეპალის ისტორიაში კი არ ჩავიდეთ სიღრმისეულად, იმიტომ ძალიან რთული ისტორია აქვს. არამედ ავხსნათ რა ფაქტორებმა გამოიწვია ეს რევოლუცია, რომელმაც მიიღო უსასტიკესი ფორმები, ხო? ახლა შეუძლებელია ჯანსაღ ადამიანს მოგეწონოს რაც ხდება ცეცხლის მოკიდება, ხო, 13 ადამიანი მოკვდა დემონსტრაციებში. ხო, ოღონდ ჯერ იმათმა დაიწყეს სროლა და ახალგაზრდების მოკლა. ხო, დაიწყე, ხო. ეს 19 ადამიანი დემონსტრანტები იყვნენ. ეს 19 ადამიანი იყო დემონსტრანტები, შემდეგ არა, მე რაც მოხდა ცეცხლის მოკიდება, ხალხის დაწვა და ასე შემდეგ, ხო. ხო, ძალიან სწრაფად გამართლდა მოვლენა, მაგრამ რომ გავყვეთ ეს თანამდებობიდან 19 დემონსტრანტი მოკლა
პოლიციამ და შემდეგ მოხდა დამხობა, გადაწვევები და ასე შემდეგ რა. და რაც შეეხება ნეპალს, ხო, ნეპალის ისტორია ახსოვსია მზალდობრივ რაღაცეებით, ჩვენსავით გადაიტანეს სამოქალაქო ომი, მათი გრძელდება 10 წელიწადი, ხო. და პლუს მიუხედავად იმისა, რომ დავუშვათ ქვეყნის დემოგრაფია რო აიღო რა, ან უმეტესობა არის ჰინდუისტი, არიან ბუდისტები, საკმაოდ ჭრელი ქვეყანა რაღაც ეთნიკური მხრივ, მაგრამ ჰინდუიზმის მიუხედავად იქ არა მარტო თქვათ ინდოეთის გავლენა, ყოველთვის ძლიერი იყო ჩინეთის გავლენა და ოღონდ ჩინეთი და ინდოეთის აი პარტიების მფარველობაში ერთმანეთს ისე ენაცვლებოდნენ, რომ ზოგჯერ ჩინეთი იყო მაოისტი აჯანყებულების მფარველი და ზოგჯერ მონარქიის მხარეს გამოდიოდა რა. ეხა ართულებ, მოკლედ ძალიან რთული ამბავია. ეგ ყველაფერი ხო და ეხა ამამდე რომ მივიდეთ რა, ნუ ბოლოს მოკლედ ბოლო პერიოდი ეხა ვინც იყო ეს ოლი გაერთიანებული რაღაც კომუნისტურ მაოისტური პარტია არ გავართულებ და მოკლედ და კონკრეტულად არის ეგეთი ცნება რა, მაგას ქვია ხიზილალის კომუნიზმი რა, აი რო ქადაგებრო მუშები, გლეხები, აი ქოცები რაც აკეთებენ რა, ანუ ევროპა ცუდია, აღარ ჩემი შვილი სწავლობს ეხა ევროპაში ცხოვრობს, кайფობს და ასე შემდეგ რა და ან ფარისეულობა რა ტყუილი და ანჩოულებრივი და ეს ყველაფერი ძალიან ჩანდა. იმიტომ რომ ეს დიდარი რაღაც ჩინოვნიკების და დიდარი კომუნისტების შვილები TikTok-ზე, Instagram-ზე და ყველგან სხვა სოციალებში დებდნენ ამ თავიანთ სიმდიდრეს. აბა სიმდიდრე რადგინა ხა წალინჯიხაში თუ არ გაიგრიანე $1,000,000 ფერარით. ხო და ეგეთი ვარიანტია რა, ანუ ეს ყველაფერი იდებოდა ღიად სოციალებში და ამას მოყვა მაგეთ ჰეშტეგი შეიქმნა nepokids, ანუ nepotizmi და kids ბავშვები, ხო? უთავრობოდ ანუ nepotizmis შვილები, მოდი ესე რომ გავთარგმნოთ, ანუ აი მაგალითად ერთ-ერთი რაც ცნობილი იყო აბას მანი ადევს და აი ნაძვის ხეააგო ტიპმა ლუი ვიტონებისგან და რაღაცეებისგან რა, ღარიბ ქვეყანაში. ნაძვის ხე გაგახსენდა, ამერიკის ნაძვის ხე დოლარი. ეს არის ღარიბ ქვეყანაში. ეს ხდება ჩვენზე არანაკლებ წყალწაღებულ ქვეყანაში, სადაც ხალხი შიმშილობს, სადაც ხალხს უჭირს და ასე შემდეგ რა და ანუ საბოლოო ჯამში ამათ გენიალური გამოსავალი მოიფიქრეს, ჯერ სხვა შეერთ მაგათი გამჭვირვალობის კანონი რო შემოიღეს აქ რუსული კანონი რაც ვიძახით. მაგ ანალოგიური რაღაცები აქვთ ყველაფერი. ყველანაირად ეცადნენ, რომ არა კაცო, ჩვენ კი არ უგრიალებთ და ვცხოვრობთ მაგრად რა, ეს დასავლეთი გვებძვის, ვიღაცები გვებძვიან და მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა დასავლეთი, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი, თავარია რომ აი ვიღაცა გებრძვის. და საბოლოო ჯამში გამოსავალი იქიდან აი რა ვქოთ ახლა ჩვენ შვილებს ხო ვერ დაუშლით გრიალს და შრიალს პარიზებში და მოდი სოციალები აკრძალოთ რა წინვარ გამოსავალი. შვილებსაც არ ვუხრათ თუ არ გადაგონ. ანუ ჩემ შვილს ხო ვერ დაუშლი ქართული ძველი მულტფილმისა არ იყოს, აბა ჩემ შვილს ხო არ მოვჭერი თავს და ადგნენ და აკრძალეს სოციალები რა თავიანთი ჭკუით და ეს იყო უბრალოდ აი ის ბოლო წვეთი რამაც ამოიყვანა ამ ხალხის მოთმინება რა და ახლა რევოლუციების თემა ისაა რომ არც არ იცი რა არის ბოლო წვეთი ანუ ინდოეთში სიპაების აჯანყების დროს ენფილდის თოფი იყო ეგ ბოლო წვეთი რავი მარი ანტუანეტასთვის ბოლო წვეთი იყო რომ ნუ რო უთხრესო ხალხმა ხალხს პური არა აქვს ბრიოშები ჭამონა ნუ ხო სხვა შეიძლება არ არის დამტკიცებული ნამდვილად ითქვა ვიცი მაგრამ ზოგადად ხო არის ეგ ლეგენდა ანუ შენ არ იცი რა გამოიწვევს რა ლეგენდა გამოიწვევს როცა შენ დედა უტირე საკუთარ ქვეყანას რო ყველაფერი მზადა იმისთვის რაღაც მოხდეს მოხდება აუცილებლად ეგ იყო და ეგ რა ძალიან მოკლედ რო გითხრა ხო და ეს რაღაცა რატო ფიქრობ რომ ამან რაღაცნაირი გამოძახილი პოვა ქართულ საზოგადოებაში იმიტომ რომ ბოლო პერიოდი ძალიან ბევრი ადამიანი ლაპარაკობდა ამ ნეპალის რევოლუციაზე შეიძლება მანამდე არავის არ შეემჩნია გონი ჯენზის ვარიანტია ყველაზე მნიშვნელოვანი მაგრამ ჩვენთანაც ხო ეს მომენტი იყო რომ 23-დან მოყოლებული რომ უცებ ჯენზი გააქტიურდა და იცი რა არის იქაც ჯენზის რევოლუცია დითვლება რა ასე მოხდა ხო ჯენზის რევოლუცია დითვლება მაგრამ ახლა ჩვენ პროტესტში მართლა ყველა მონაწილეობს შეიძლება აქტიურ ფაზაში უფრო ჯენზი იყო მეტად და აი შემდგომ განხმაურება იმიტომ რომ ჩვენთანაც რა იგივე სიტუაცია არ არის ჩვენთან არ არიან ტიპები რომლებიც თვითონ გრიალებენ თავიანთ შვილები ევროპა ამერიკებში არიან და აქ ხალხს ეუბნებიან რომ ევროპა ცუდია და ასე შემდეგ ანუ ეხა ის რაც იყო ეხა კალაზის ვოიაჟი $1,000,000 მანქანით რეგიონში რომ და რაიონში რომელშიც $1,000,000 მანქანები ნახდა არავინ დადის და პლუს აი მე თავად მედო Facebook-ზე და იგი ძალიან ბევრგანი და
კარტიე და ის ვის უკვირს ხმეთო კარტიე და როლექსი ვის უკვე ეხა თბილისში ყოველ მეორე ოჯახში ეს აი რომეო მიქაუტაძის ოჯახი მანახონ კარტიე და როლექსის აი რომ ნახავ თვალით თორე ჯანდაბას აი ამ 50000-იანი დოლარი 50000-იანი საათები და ამავდროულად ხო არ უკვე თბილისში ძალიან ისევ ცხოვრობ ზურა ეგ იყო აერია საზოგადოება ქოცების ცოლებში, იმიტომ რომ ქოცების ცოლების ყოველ მეორეს ნამდვილად უკეთია როლექსი მოპარული ფულით და აი ეხა ძალიან საინტერესოა ამასთან ერთი ამბავი გავიხსენოთ, რომელიც ეხლა გამოაშკარავა გამჭვირვალობა საქართველოს თანამდებობის პირებმა 2024 წლის დეკლარაციების მიხედვით 22 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს. პროკურორებმა, ხო, დედმამისგან, პროკურორებმა 4.5 მილიონი ლარი, პარლამენტის წევრებმა 2.5 მილიონი ლარი, შსს თანამშრომლებმა 2 მილიონი ლარი და მოსამართლებმა უფრო ესე ვთქვათ, ცნაურია და უფრო მოკრძალებულად 1.3 მილიონი ლარი ოდნავ მეტი. მოკლედ ეს რასაც ჩვენ ვხედავთ და ეხლა სხვათა შორის ძალიან კარგად ქონდა აქცენტი გაკეთებული და ზალთან მინდა ამ კითხვით გადავიდე ბექა ყორშიას ეხლა თავის პირველ გადაცემაში ამ სეზონზე რომ აი ჩავიდა ეს კაცი კალაძე უძვირესი მანქანით წალენჯიხაში ერთ-ერთ ყველაზე ნუ ყველა რეგიონი ახლა ღარიბია და წალენჯიხაც არ არის გამონაკლისი აი ამ მანქანით ჩავიდა კალაძე და იქ იმოგზაურა ფერარით, ხო? ხო ვწდები. და ბექა ამბობს და მეც ვეთანხმები ნაწილობრივ ამაში, რომ აიო შეიძლება აი საინტერესოა ხარ, რამდენ ადამიანს გაუჩნდა პროტესტი ამის მიმართ წალენჯიხაში. აი ღარიბ ოჯახებს თუ ეს იქცა რაღაცა სანახაობად რომ აი ნახე მდიდარი კაცი ჩამოვიდა მდიდარი მანქანით და რაღაცა ბავშვებს გაუხარდა ფერარის ნახვა და ანუ პრობლემა კი არ არის რომ რაღაცა აი ესეთი სიმდიდრის ასეთ ქაჯურ გულისამრებ დემონსტრირებას აკეთებს იმაზე კი არავინ ფიქრობს რამდენი ფული მოიპარა კალაძე მაგალითად გზა რომელიც ახლა აქ მოსასვლელია აი 2 დღეში ზუსტად 2 დღეში არ ვამეტებ წყალში ესა წვიმის დროს გაფუჭდა აი ეს გზა რომელსაც 4 თვე აგებდნენ და 24 მილიონი ლარი დაჯდა ბიუჯეტიდან ანუ ამაზე არავინ არ ფიქრობს კალაძის ამ დროს კორუმპირებულობაზე ფიქრობენ რომ აი რაღაცა კაი კაცია პატივი დაგვდო აი ეს ფსიქოლოგია ჩვენში არის დომინანტური თუ არ არის შენი აზრით ჩემი აზრით ჩვენზე არ არის ეგ დამახასიათებელი ელემენტია ყველა დიქტატორული საზოგადოების აბსოლუტურად და ლიტერატურაში ძალიან ხშირად აღიწერება. არის რამდენიმე მოდელი დიქტატორისა და დიქტატორული საზოგადოებისა აღწერილი. ისინი ერთმანეთისგან პრინციპულად არ განსხვავდებიან, უბრალოდ სხვადასხვა მახასიათებლებზე არის ხოლმე გამახვილებული ყურადღება და ის ფაქტიც, რომელიც თქვენ ახსენეთ, თვითონ მანქანით ჩასვლის ფაქტიც და თქვათ იმ ადამიანების რეაქციაც, ვინც ამას შეესწრო, ამ რაღაცა პარადიგმის ნაწილია სინამდვილეში. ხო, მაგრამ აი ეს ფსიქოლოგია ამ შემთხვევაში არის გადამწყვეტი, ხო, ადამიანები როგორ უყურებენ კორუფციას. ეხლა ჩვენთან იყო გავრცელებული ვარდების რევოლუციამდე ძალიან კარგად მახსოვს ეს პერიოდი, ძალიან აქტიურ ჟურნალისტიკაში ვიყავი, გავრცელებული მოსაზრება, რომ ხალხს ქართული გენის ნაწილია იყოს კორუმპირებული. მართლა ასე იყო, პატარა ხარ და მართლა ასე იყო, ამას ლაპარაკობდნენ. და საქართველოში რადგან პატარა ქვეყანაა და ნეპოტისტური ქვეყანაა ამ კორუფციას ვერ აღმოფხრი რომ უბრალოდ ყველა ქართველი არა კორუფციის აღმოფხრაზე და უცნებობს არამედ ხელის ჩაყოფაზე სხვა შორის ვასილკო მაღლაფერიძე რომელიც მას შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგი იყო და სააკაშვილის მხარეს იბრძოდა ესეთი გამოსვლა ჰქონდა ამ კაცს პარლამენტში სადაც ის ამბობს რომ კაცო რა ქვია თუ კორუფციას არ ამთავრებდო ხელი მაინც მოყოფინა თუ კორუფციაშიო. აი ესეთი დამოკიდებელი, ისევე როგორც აი კრიმინალის მიმართ დამოკიდებულება იყო რომანტიზებული. ის კი არა რომ კრიმინალი ცუდი, არამედ მეც გავხდე კრიმინალი და წლები მოანდომა ამ
სახელმწიფო მილის დასამტკიცებელს, რომ კორუფცია ცუდია და მიუღებელია და გახთა მართლა ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, როგორ შეიძლება უმოკლეს დროში დაამარცხო კორუფცია და უმოკლეს დროში დაამარცხონ ყოველ შემთხვევაში რაღაც წარმატება ქონდეს კრიმინალური აზროვნების დამარცხებასთან, კრიმინალურ აზროვნებასთან და აი ეხლა ხდება თუ არა, ანუ ეხლა როგორ შეგიძლია ეს აღწერო დღეს როგორ აპირებს აი ზუსტად იმ სიტუაციაში დაბრუნება ქართული საზოგადოების ქართული ოცნება. პირიქით ხდება ეხლა ჩემი აზრით მაშინაც რაც რომელ პერიოდზეც თქვენ აღნიშნეთ მაშინაც რაც მოხდა უფრო ოსტოში შედეგი ასე აჩვენებს ალბათ რომ უფრო ჩვენი სურვილია უფრო დასავლურად ან პროცივილიზებულად განწყობილმა ადამიანებმა გადავწყვიტეთ რომ არ იქნება ცუდი თუ ესეთი ქვეყანა გვექნება. სინამდვილეში ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში საზოგადოების უმრავლესობამ ძალიან დიდმა ნაწილმა ნომინალურად შეიძლება კი შეიცვალა პოზიცია, მაგრამ როგორც კი გარემო გამოიცვალა თვითონ ძალიან იოლად დაბრუნდა უკან, იმიტომ რომ ის აზროვნება, რომელსაც მეც მშვენიერად მოვესწარი, რომელსაც ეხლა თქვენ თქვით, ესე არ იცვლება. ის სინამდვილეში ცხოვრების წესიდან გამომდინარეობს და რაღაცა ტიპით თქვათ თაობების გამოცვლა არის საჭირო. ამიტომ როგორც კი მეინსტრიმული ნარატივი იცვლება, მაშინვე დიდი ნაწილი საზოგადოებისა ბრუნდება მისთვის უფრო ჩვეულ გარემოში. თქვათ ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, აზროვნებითი თვალსაზრისითაც არ მგონია რომ ეს უფრო თქვათ კორუფციის სურვილისგან ან თქვათ კრიმინალად ყოფნის სურვილისგან გამომდინარეობდეს, უფრო ძალაუფლების ვერტიკალის ნაწილად ან ძალაუფლების ვერტიკალთან ახლოს მყოფ ადამიანად ყოფნის სურვილია, რომელსაც რასაკვირველია თავისი კონკრეტული ბენეფიტები მოყვება. და აქ არ მგონია რომ ის ადამიანები ამას ან დანაშაულად აღიქვამენ, ან ცოდვად აღიქვამენ. სინამდვილეში დიქტატურის ტრაგედია ის კი არ არის, რომ ვიღაც ადამიანი ან ვიღაც ადამიანთა ჯგუფი, მცირე ჯგუფი საზოგადოებას მართავს. ყველაზე დიდი ტრაგედია დიქტატურისა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოება იხრწნება. ამიტომ რაც არ უნდა კეთილშობილური იყოს მიზანი ამ ტიპის პოლიტიკური რეჟიმის სათავეში მოსული ადამიანისა. საბოლოო ჯამში ის მთლიანად ანადგურებს საზოგადოებას. ამიტომაც არის, როცა მარკესი მსჯელობს და მე ვიძახი ხოლმე ჩემს ვეუბნები, რომ ყველა ქართულმა უნდა წაიკითხოს მარკესის წიგნი მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში, იმიტომ რომ ჩვენზე წერია. იქ მარკესი ამბობს ესეთ რამეს, რომ არ არის ყველაზე პოპულარული წიგნი ეს მარკესის. სამწუხაროა ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, იმიტომ რომ მაშინ აღწერილია 50-იანი წლების მეორე მსოფლიო ომის შემდეგი საბჭოთა სივრცე. მარკესი ამბობს ესეთ რამეს, რომ ყველაზე დიდი ტრაგედია დიქტატორული რეჟიმებისა მდგომარეობს იმაში, რომ მას შემდეგ რაც დიქტატურა დაემხობა, დიქტატურა მაინც არსებობს. ანუ დიქტატურის სიკვდილის მერეც არსებობს დიქტატორები. როცა დიქტატორული ქვეყანა იშლება, თქვა სხვა, თქვა დემოკრატიული ან არადემოკრატიული წყობილება გაიმარჯვებს, ასეთ დროსაც კი მეხსიერებაში გაცილებით ხანგრძლივად რჩება. არა ერთი თაობის, არამედ რამდენიმე თაობის მანძილზე შეიძლება გაგრძელდეს ეს და იქ მარკესი ამბობს ესეთ რამეს, რომ როდის ხდება დიქტატორი. მაშინ როცა ის ფიზიკურად აღესრულება, თუ მაშინ როდესაც საზოგადოებაში ქრება მეხსიერება ცხოვრების იმ სტილის შესახებ, რომელშიც ამ ადამიანებმა ან მათმა წინაპრებმა ვთქვათ თავიანთი არსებობის დიდი პერიოდი გაატარეს. ამიტომ არ მგონია რომ ესე იოლი იყოს ამოცემულობების გადაფასება. მაგრამ ახლა პირიქით შემოვაბრუნოთ სამსხვერპლად შემოგვიდეს ეს თაობა გაიზარდა. სანდრო, რამდენი წლის ხარ? 26-ის. აი დაახლოებით სანდროს თაობა სხვა რეალობაში, როცა არც კორუფცია და არც კრიმინალი აღარ იყო საამაყო და მისაღები. როცა აი ეს ახალგაზრდობა გაიზარდა ისე, რომ ეს მეხსიერება არ აქვს. 90-იან წლებს იხსენებენ ისე, ხო ჩვენ რო გავიხსენებ შუა საუკუნეებს, ხო? 90-იან წლებს გამოვლილი ხალხი. ანუ მეხსიერება მათი
არ ინახავს აი ძველ დამღებს, რაც მოყვებოდა. ეს არის თავისუფალი ახალგაზრდობა, რომელმაც იცის ევროპაც, იქ ხელი მიუწვდება არა მარტო ფიზიკურად, არამედ მიუწვდება ხელი სოციალური ქსელების მეშვეობით, იქაურ ცხოვრებაზე და სხვა მენტალობის ხალხი. ანუ ამ თაობაში ეს მეხსიერება დაიკარგა, რასაც ამბობ და ეხლა არის მცდელობა, რომ ის დაბრუნდეს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სინამდვილეში ადამიანებზე, რომელზეც ჩვენ ვამბობთ, რომ ამ თაობაში ეს მეხსიერება დაიკარგა, სინამდვილეში მეც და თქვენც გულისხმობთ ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს, თქვათ, გარკვეული კარგი განათლება, თქვათ, ჰქონდათ საშუალება უცხოეთში ესწავლათ, ან თქვათ, იქ სემესტრი გაეტარებინათ, ან ემოგზაურათ, ან ასე შემდეგ, ხო? ანუ სოციალური კუთხით თუ შევხედავთ, ჩვენ ვლაპარაკობთ მეტნაკლებად არა მხოლოდ უბრალოდ წარმატებულ ადამიანებზე, ხო, აკადემიური თვალსაზრისით ან სხვა თვალსაზრისით, არა უბრალოდ წარმატებულ ადამიანებზე, არამედ ისეთ ადამიანებზე, რომლებმაც ეს წარმატება მიიღეს და მერე გაანალიზეს თქვათ ამ წარმატების მიზეზებიც და შედეგებიც, მაგრამ სინამდვილეში საზოგადოების უკიდურესად დიდი ნაწილისთვის ეს უცხო და პრინციპულად შორეული მოვლენა და შეიძლება იმ მასშტაბით არა ვთქვათ, რა მასშტაბითაც 90-იან წლებში პირობითად თქვათ კორუფცია არსებობდა თუ კრიმინალი არსებობდა, მაგრამ ეს მაინც გამუდმებული ამის თქმა მინდა, გამუდმებული საფრთხე იქნება ამის დაბრუნება კიდე ძალიან დიდი ხანი. კიდე, იმიტომ რომ როგორც კი შეიცვლება მეინსტრიმული ნარატივი, როგორც კი ინფორმაცია, რომელიც ამ ადამიანებს მიეწოდებათ მიზანმიმართულად განსხვავებულ, თქვათ, ფორმაციებს ემსახურება, ადამიანის ფსიქიკა და საზოგადოების ფსიქიკა უფრო ჩვენ იმით უმეტეს არ არის ისეთი მყარი, რომ ამ ზეწოლას დიდი ხნის განმავლობაში გაუძლოს. ამიტომ ხო მე არ მაქვს ეს რა ვიცი დადებითი ილუზია რომ თქვათ ჩვენი საზოგადოება დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა არის იმ სოციალური საზოგადოებრივი ცნობიერების იმ ეტაპზე რომ იცი რა რაღაცეები თქვათ მისთვის შეიძლება იყოს მიუღებელი. ზოგადად როცა სხვას შეეხება შეიძლება იყოს მიუღებელი, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული რომ როცა პირადად მას შეეხება ეს მიუღებელი იყოს. კი, ამიტომაც სამწუხაროდ ხედავთ ძალიან ბევრ ფაქტს, როდესაც გვიკვირს რომ ეს რაღაცა ახალგაზრდა ქალი თუ ახალგაზრდა კაცი რაღაცა სხვა პრინციპების იყო, ცოტა ხნის წინ ვიცნობდი ესეთი ადამიანი იყო, ამისგან არ ველოდი და უცებ აღმოვაჩენთ, რომ ყველაფერზე ხელის მომწერია და ესეთი ძალიან ბევრია ოცნების გუნდში, ცალკეული ადამიანები არიან, რომელზეც მომისმენია, რომ ვიცნობდი და ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე მოიქცეოდა. ხო, რაიმეს ეგეც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს შატუნდა. ვინ არის ეს? დარახველიძე, ხო, რომელმაც ყველა სიბინძურეზე, აი კი, ზუსტად დარახველიძე იყო სხვათა შორის ერთი სამაგალითო მასშტაბებიანთან, სობართან ერთად სოზორსაც ვიცნობ, ხო, სოზართან ხო წლების მეც მეგობრობდი სახალხო დამცველთან და მაშინ გავიცენ. უმრავ ადამიანს ვიცნობ ეგრე. აი გარყვნაზე როდესაც ვლაპარაკობთ, აი მოდი გავაანალიზოთ რა სიტუაცია გვაქვს ბევრი თვალსაზრისით, ხო და განსაკუთრებით ჩვენ თაობას ეხება. არის რაღაცა ახალგაზრდობის ნაწილი, რომელიც არ არის ძალიან განათლებული, არიციან უცხო ენა, ხშირ შემთხვევაში თუ მათი კომენტარებით ვიმსჯელებთ, ძალიან მწყრალად არიან არათუ განათლებასთან, არამედ წერა-კითხვასთან, ეს ხალხი ყავთ ტროლბოტებად დასაქმებული. და მათ აი ყველანაირ საზიზღრობებს აწერინებენ, ყველაფერი იკადრეს ამ ადამიანებზე, ყველაფერი მოაწერეს ხელი, ყველანაირი სიბინძურე, რაც ფანტაზიას, პერვერსიულ ფანტაზიაში შეიძლება მოგივიდეს აზრად, ყველაფერი დაუწერეს მოწინააღმდეგებს და ასე შემდეგ. მეორე ნაწილი არის ახალგაზრდების, რომლებსაც აქვთ კარგი განათლება, ძალიან კარგად ფლობენ უცხო ენას და ეს ხალხი დაასაქმეს ეგრეთ წოდებულ კოლ-ცენტრებში, სადაც იღებენ ძალიან მაღალ ხელფასს. და ეს ადამიანები
არა ნაკლებ გარყვნილები არიან ვიდრე ტროლბოტები. ანუ კარგი ახალგაზრდობა, რომელსაც ჰქონდა შანსი თანდათანობით გაეკეთებინა ძალიან კარგი კარიერა, აი ეს ხალხი შეუშვეს კოლ-ცენტრებში აქციეს ცინიკოს თაღლითებად, რომლებიც დასცინიან მოხუცებს, რომლებიც კარგავენ უამრავ ფულს, ამაზე ხალისობენ, ამას აღნიშნავენ, შეულობენ ძალიან ბევრ ფულს და ჩვენ გვაქვს საზოგადოება ახალგაზრდობის ნაწილი, ანუ ახალგაზრდობა, რომლის ნაწილი არის გარყვნილი ტროლბოტობით და არის მეორე ასევე გარყვნილი და მორალურად გახრწნილი თაღლითობით. აი ამაზე მინდა ვილაპარაკოთ და ამის ასე ვთქვათ ეკონომიკურ ეფექტებზეც, ხო? ანუ მოდი აღარ კორუფციის თემასაც მივაბავ, იმიტომ რომ მგონია რომ მე ესე უყურებ რომ თავიდან მომდის სტიმულების ამბავი არის კორუფციაც, მისი თავიდან საქართველოში რაღაც შემცირებაც, ახლა დაბრუნებაც, ყველაფერი არის სტიმულების ამბავი მე მგონი. თავის დროზე რომ ყოველს უნდა რომ კორუფციაში ჩართული ყოფილიყო და ვიღაცას რო კითხავდნენ რა გინდა რომ გამოხვიდიოდა ან ქურს გეუბნებოდა ან კაი ბიჭს იყო იმიტომ რომ მაგ დროს ფული რო გეშონდა კარგად გეცხოვრა, ყველაზე კარგი გზა იყო ეს. მე მგონი უბრალოდ ამაზე არის და სხვა არაფერი. ან გონია რომ ეს ან გენის ამბავია, ან კულტურის ამბავია, ან რაღაცა სხვა. რამდენიმე წელიწადში სტიმულები რო შეიძლება ეგეთი რაღაცა გენი, თორე გენში გვაქვს კორუფცია. აი ამას ამბობდნენ მართლა ეს მომისმენია. გენში კორუფცია არ არსებობს და მე უფრო შორს მეთქი რომ რაღაც კულტურის ამბავი არ მგონია რა, ანუ მგონია რომ რაღაცა გერმანელი რო ჩაიგდო საქართველოში ამ დროს და გეთქვა რომ შენ თუ კაი ცხოვრება გინდა და გინდა რომ პური ჭამო კორუფციაში უნდა ჩაეფლო გერმანელიც პირებული გახდებოდა ეგრე მგონია რა სტიმულების ამბავი იყო რამდენიმე წელიწადში შე რომ ამის გამო კორუფციის გამო კარგ ცხოვრებას კი რაღაც ძლევა ადამიანის პირიქით ციხეში სვავ სტიმულები ეცვლება და უწევს რომ ეხლა ვეღარ ვიქნები კორუმპირებული ანალოგიურად დღესაც როგორი სიტუაცია გაქვს შენ თუ ხარ ადამიანის განათლება არ გაქვს და არ გაქვს უნარები რომ რაღაცა აკეთო გიწევს ხშირად რომ ვიღაცა ადამიანის ბრძანებები შეასრულო. შეიძლება ზოგჯერ ეს იყოს თავრობის ბრძანებები, ზოგჯერ გახდე ბოტი, ტროლი და ასე შემდეგ, ხო? ამიტომაც როცა მეკითხებიან ხოლმე რაზე ჩავაბაროს ჩემი ძოლის სტუდენტები, სულ მეუბნები რომ ისეთზე რომ გამოგადგეს და იცოდე რომ აი ამაში გამოვიყენებ. იმიტომ რომ თუ არ იცი რაში გამოიყენებ, შეიძლება აღმოაჩინო რომ ფულს ვერ შოულობ ცხოვრებაში და ვერ ჭამპურს თუ ხოცი არ ხდები. და ეგ ალბათ არ გინდა რომ მოხდეს, ხო? ანუ ისევ სტიმულების ამბავია. ანალოგიურად გააცლებული ადამიანებიც ვინც ინგლისური და კომპიუტერი იციან, მაგათაც რავი ხო თუ ვიღაცა გეუბნება რომ იცი, შემიძლია დაგასაქმოთ ჩემთან და მოხდეს 3000 ლარი, რა საქართველოში კარგი ხალხსაც ითვლება და მეორე გეუბნება რომ მოდი კოლ-ცენტრში და $10,000 მოგცემ. ხო, ახლა მეტი დაუმტკიცებ ადამიანს რომ გარ უნდა ქნას, ისევ რა, კარგი ცხოვრება უნდა. ანუ აი ძალიან პრიმიტიული ანუ ვიღაც კლანმა რო იშოვოს მილიონები და მილიარდები ამ თაღლითობით, ანუ ეს ცალკე აღებული პრობლემა კი არ არის რომ რაღაცა არა ცალკე მარტო ერთი პრობლემა კი არ არის რომ რაღაცა ეს კლანი ამით მდიდრდება, მე ამ შავ ფულს რაღაცაში იყენებს, რომ ეს საერთაშორისო რეპუტაციას გვინგრევს და ასე შემდეგ. ანუ თავისთავად ეს ხო უმძიმესი პრობლემაა, მაგრამ ამ ჩემი აზრით ამას ბევრად უფრო მძიმე პრობლემა მოსდევს ამ საუკეთესო ახალგაზრდების გარყვნას. იმიტომ რომ ბევრის გამომისმენი, აი 3 თვე ვიმუშავებ და მე რაღაცა ფულს დავაგროვებ და მე გამორიცხულია, ხო, სხვა სტიმულები გაქვს. ან მე მგონი ორივე არის ერთი რაღაცით გამოწვეული რა, როცა ქვეყანაში არის ინსტიტუტები ისე შექმნილი და ისე დაწყობილი, რომ სტიმულები არის ცუდი. რომ შენ გააწყობს რომ ესე გააკეთო. როცა კოლ-ცენტრში მუშაობ, კი არ გიჭერენ ამის გამო ჯილდოვდები და მეტ ფულს იღებ. თავიდან მოვდი ამის ამბავი მგონია. და ზაღლმა რას თქვა, იმას მინდა თან მივაბა, რომ შეიძლება საპირისპირო სვამობა შეიძლება იგივეს ფიქრობს, რომ მე შტაბ-ესტლება მაქვს, რომ პირიქით როცა დიქტატორი ავიწყდებათ, პრობლემა მაშინ არის. ანუ ეგეთი რაღაცა ცნება არის პოლიტიკურ მეცნიერებაში, ქვია ხოლმე ჩესტერტონის ღობე. ანუ რაღაცა აი ღობე თუ დგას სადღაც და ფიქრობ რომ არ ვიცი ეს აქ რატო დგას, მოდი მოვაშოროთ. ეგ არის ცუდი იდეა. უნდა ჯერ გაიგო იქ რატო დგას, შეიძლება რაღაცა ფუნქციას ასრულებს. ლოგიკურად სახელმწიფოებში ხშირად არის ხოლმე ბევრი ინსტიტუტი, რომელიც იქ არსებობს იმის გამო, რომ რავი, დიქტატორის დაბრუნებას ხელი შეუშალოს, ან კორუფციას ხელი შეუშალოს. შეიძლება ქონდეს გენინსპექცია, რაღაც ანტიკორუფციული ბიურო და 10 სხვადასხვა რაღაც. და რაღაცა მომენტში შეიძლება თაობა გაიზარდოს, რომ კორუფცია არ ახსოვს. და ფიქრობს, რომ ეს რაში მინდა. აი ეს ანეკდოტი რო არის ცნობილი, არა ნიანგებს ვაფრთხობოდა, რა სად არის ნიანგებიო და იმიტომ არის რომ არ ვაფრთხობ, რომ მე ვაფრთხობ. ზოგჯერ მართლა აფრთხობს ვიღაცა ნიანგებს და შენ ვერ ხვდები რომ რაღაც ინსტიტუტებს რო აუქმებ, სასჯელებს რო ანადგურებ, რომ კორუფცია დაბრუნდება. რომ ეს ყველაფერი გჭირდებოდა იმისათვის რომ არ ყოფილიყო. ანალოგიურად 5-6 წლის წინ, როცა ინსტიტუტების მოშლა ქვეყანაში დაიწყო, შენ ბევრი ვერ იაზრებდა რომ ამას შეიძლება და
მოყოლოდა კორუფციის დაბრუნება ქვეყანაში და call center-ები და ეს ყველაფერი რაც ახლა ჩამოვთვალეთ. მაგრამ მაგის შედეგი არის. ანუ წარმოუდგენელი მგონია ხოლმე რაღაცის დაბრუნება, იმიტომ რომ აი ხო აღარ ხდება, ეგ დრო წავიდა, ესე უყურებთ. და არა, ანუ კულტურის საკითხი არ მგონია, არ გენის საკითხი, არაფერი. სტიმულების ამბავია. ანუ მე ვერ წარმომიდგენია, რომ ახალგაზრდა, რომელიც 20 წლის ასაკში ამდენ წითელ ხაზს გადის, რომ აი თაღლითობს რომ ეს ადამიანი რაღაცა ნორმალურ ადამიანად ჩამოყალიბდეს, დარჩეს და საზოგადოების სრულფასოვან ჯანსაღ წევრად. მე მართლა ძალიან მიჭირს ამის წარმოდგენა. აი უამრავი ადამიანი იყო ალბათ 90-იან წლებში რომ ბევრი კატასტროფა გააკეთა და მე უცებ გახდნენ სრულფასოვანი წევრები. არ ვახსენებ არავის, მაგრამ ყველა ვიღაცა წარმოვიდგინეთ დარწმუნებულიო ამაზე და თავიდან ბოლომდე მაგაზია, როცა უცებ სტიმულები და ინსტიტუტები სწრაფად რო იცვლება ხოლმე, აღმოჩნდეთ რომ ადამიანები სულ სხვანაირად იქცევიან, რომ მათგან ვერ წარმოვიდგენდით და კარგადაც გულისხმობაზე ცუდადაც, როცა კარგი ადამიანი გონია ვიღაცა, როცა სიტუაცია იცვლება, უცებ ძალიან ცუდ იწყებს ხოლმე მოქცევას. და ყველას უყვარს ნაცისტურ გერმანიაში ამდენი ადამიანი უცებ როგორ გამოშტერდა და ნუ უბრალოდ რავი, აი ეგეთი იყო სტიმული და მორჩა. აი მე ეგრე უყურებ, არ მგონია რომ ქართველები გამოჩეულად კარგები ვართან ცუდები, უბრალოდ ინსტიტუციები ესე რომ მუშაობს, ესე გინდება უცებ ქცევა. იმიტომ რომ რავი, ეგრე ცხოვრობ კარგად. მე და ხომ მტკიცე 20 წლის ადამიანს რომ $10,000 თვეში ცუდია. ვერ დავუმტკიცებ მაგას. ხო, არ ვიცი, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ამათი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული და მემკვიდრეობა რაც იქნება, ის იქნება ეს მორალური გახრწნა ამ ხალხის. რავი, მგონია რომ ამით გამოწვეული ინსტიტუციების მოშლით. ხო, და ამით რომ თვითონ მილიარდებს შეულობენ, მე ამ მილიარდების შენარჩუნება უნდა და აი ამ ხალხს რაღაცას გადაუგდებენ $10,000 ძალიან კაი შემოსავალია, მაგრამ თვითონ ვიღაცას $10,000 აძლევს, ის 10 მილიარდს მილიარდი ალბათ არა, მაგრამ რაღაცა 100 მილიონს მაინც აკეთებს და ესე გაუკეთებია და აი ეს ბრუნდება რა ყველაფერი, ანუ ახალგაზრდობის მორალური დეგრადაცია, აი და ეხლა ეს ქურდების შემოსვლაც ბუნებრივად მოხდა ხო სისტემაში. ეხლა განსაკუთრებით ხედავთ რომ ბოლო პერიოდში არაფერი არ ხდება გარდა იმისა რომ ერთი კლანის დაპირისპირება, ერთი ქურდული სამყაროს დაპირისპირება მეორე ქურდულ სამყაროსთან და ის რომ ვიღაცა ვატოყიფიანი დააბრუნეს თუ ვიღაცა ცნობილი ქურდი თუ სხვა კიდე ვიღაცა ქურდები დააბრუნეს და ისინი განკარგავენ ფულის ამოღებას, რაღაცა წესრიგს ბრალებში და ასე შემდეგ. ანუ სისტემის შენარჩუნებაზე ზუსტად ეს ქურდები ზრუნავენ. ანუ ის 90-იანი წლების დაბრუნება მარტო უშუქობა არ არის და უგაზობა არ არის, რომელიც შეიძლება ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას ისე მოყვეს ერთ დღეს აღარაფერი აღარ იყოს, როგორც ეს 90-იან წლებში მოხდა. ანუ ეხლა აი რა ობის რა ხწნის რა ფაზაში ვარ შესული. სურა. ანუ 1998 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა და მაშინ გულიტის და ვან ბასტენის გოლები წააგეს. 90 წელსაც ძალიან მაგრად გამოდიოდა საბჭოთა ნაკრები რა და 90 წელს 88-ში მოდი ეს თქვა შევერან ვერ გიტყოდა რომ ამ ხელა მონსტრი ჩამოიქცევდა. ზოგადად პრობლემა რაშია რა? პრობლემა იმაშია რომ მე მაგალითად შენ არ გეთანხმები რომ ამათი თავი დანაშაული არის რაღაც ახალგაზრდების რაღაც რაოდენობის გარყונה რა. აი თუ ხედავდი მარტო მაგაში პრობლემას. ამათი პრობლემა ისაა. მე რომ მარტო ამაში არის პრობლემა, მაგრამ მე ვხედავ ამ ძირითადი პრობლემა, მაგრამ უყურე ამათ იმდენი პრობლემა დაუგროვდათ. ანუ ეხლა წარმოიდგინე მე რაც ჯერ ხო ყუილი ამიგორეს თავიდან ბოლომდე, მაგრამ ტიპებს შოუში რომ ტრაგედია მოხდა და ის სამი ბავშვის მამა რო იდგა თოჯინად და თელმა ერმა ვიტირეთ. აი ეგ არ აინტერესებდა და ეხლა მაგათ რამე აინტერესებდა. ანუ ეგ შეიძლება მორალურად დეგრადირებული ხალხია რა. პლუს არის სისტემური პრობლემაზე თუ საუბრობთ. ანუ სისტემა როდესაც ოპობას იწყებს რა, მანდ უკვე ოპობას სად წავა, როგორ წავა, შენ მაგას რაც არ უნდა სისტემას აგებდე, ხო? შენ მაგას ვერაფრით ვერ მოტვინავ რა. ანუ შენ რომ რაღაც სისტემა ააგე და რო შეგეპარა უკვე ოპობა, ეხლა ამათ ოპობა შეპარული კი არა აქვს, ამ ტიპები ამ მტკიცებენ რომ მეორე ფრონტის გახსნას ამათ ბურჭულაძის მინისტრობისას ვინმე ჭკუათმყოფელია ოდნავ ნორმალური მოთხოვდა რა მეორე ფრონტის გახსნა.
ჰესბოლაზე ნაკლები გვაქვს ბიუჯეტი რა. გაიგე ხოდა აპატიმრებდნენ და თავი წაიქცია. უყურე მაგას ხებნები. ანუ უყურე სავაწყობაში გადაიყვანეს ციხის მაგივრად. სისტემაში იმდენად ღრმა და აქვს თოპობა რომ ამათ როდის შემოიფსვნათ ეგ შემოიფშვნებათ სისტემა. მაგას თავად ვერ იტყვიან. უბრალოდ ისტორია არ იციან ახლა მაგ ბუნებრივი არც სოფლიო ისტორია და არც საქართველოს ისტორია წესიათ თორე. იყო მაგალითად ეგეთი დიონისე სირაკუზენი რა წვერს არ იპარსავდა ტიპი. სამართლით არავის არ უშვებდა, ამიტომ ნაკვერჩხლით იპარსავდა წვერს. მოკლეს ბოლოს მოწამლეს. საბოლოო ჯამში ანუ მაინც მიგეწევა, ან შენ თუ ისნად უსამართლო სისტემა გააქვს აგებული, ხო? მაინც რაღაცაზე გასკდება ეგ სისტემა. ეხლა კიდე მეორე მომენტი რაც არის. ეგენი რომ აგროვებენ ამ სიმდიდრეს რა. ეგ სიმდიდრე ცოტა სხვანაირად ილექება ვიდრე ნორმალურ ქვეყნებში. ნორმალურ ქვეყნებში სიმდიდრის განაწილება უფრო ხდება სხვანაირად. ეხლა მიქაუტაძე რომ დაიჭერეს 5 წელი რომ ნოდარა მელაძე რომ წერდა რომ აი მიქაუტაძე და ბურჭულაძე და რაღაცა და მთელი ოცნება რომ გამოდიოდა და ჩვენ ერთი გუნდის ჯარისკაცები ვართ რაღაცა იქეთ-აქეთ მოკლედ და როიცავდნენ ხო? აი პირობითად ავიღოთ მიქაუტაძე. მიქაუტაძეს ახლა ეგენ როგორ დააბრუნებინებენ, რას დახარჯა? აი პირობითად რო ავიღოთ იმან რომ იგრიალ და 100.000-იანი ტორტი შეუკვეთა თუ 10.000-იანი ტორტი შეუკვეთა, იმას საიდან ამოიღებ? ანუ ამის ამოღებაც ხო შეუძლებელია ამ სიმდიდრეს. ეს სიმდიდრეც ღარიბებზე ძალიან ცოტა ნაწილდება და საზოგადოებაზე ცოტა ნაწილდება. ანუ რაღაც სასტავი, მოდი ესე ვიტყვით, ან ხალხი კი არის სასტავი, მიდის რაღაც გრიალებს პარიზში თუ რავი ლას-ვეგასში თუ ასე შემდეგ. ის ფული იქ იხარჯება და ეს ამ ფულის გადანაწილებაც კი იმდენად წვრილი ნაკადი ჩადის საბოლოოდ, რომ ესენი რაც არ უნდა მილიარდები იშოვენ, საქართველოს ამით არ გამდიდრდება, პირიქით გაღარიბდება პერსპექტივაში და ღარიბდება და ანუ ყველანაირად ხელს უწყობენ და იმ ტოტს, რადგან პირობითად ზიან თვითონვე იჭერიან ხშირ შემთხვევაში და იმიტომ ის ნეპალიდან რომ მე ვერთ ფრეიმით უწევდათ გასვლა და ასე შემდეგ, ანუ ეს ყველაფერი ამ ქვეყანას გააღარიბებს საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ამ ქვეყანას ჩაჩეხავს საბოლოო ჯამში და ეს ჩაჩეხვა შეიძლება იყოს ესე წკაპ. რა თვითონ ვერ მიხვდები რის გამო შეიძლება მოხდეს ეგ, იმიტომ რომ სოფლიო ისტორიას ახსოვს ეგეთი მაგალითები, არც ინჯეოები არ არსებობდა, არც არაფერი. მაგალითად ჩინეთის იმპერიაში იყო ეგეთი ორი გენერლის აჯანყება რა. ეგ შეიძლება ამათ ძალიან ადვილად მოვიდეთ. მოკლედ ცინის იმპერია თუ არსებები და საშელები იყო ძალიან მკაცრი და შეხვედრაზე მიდიოდნენ და არ უნდა დაეგვიანათ და შეხვედრაზე დაგვიანებისთვის და აჯანყების ატეხვისთვის ორივესთვის სასჯელი იყო სიკვდილით დასჯა. პირველად ახლა ბურჭულაძისთვის აბსოლუტურად სულ ერთია და ახლა ამათ შეხვედრაზე გვაგვიანდება, რაჯანდება უქნათ და აჯანყება ატეხებს რა. ანუ დაახლოებით იგივე რაღაცა შენ ვერ გათვლი, როდესაც სისტემა გაქვს მომპალი, როდესაც სახელმწიფო არის მომპალი, შენ ვერ გათვლი რაზე ასრიალდები რა. ეგაა და ეგ. მორალური თვალსაზრისით, რამე დარჩა თუ არა ზალ ამ სისტემას ისეთი რომელზეც შეიძლება კიდევ იდგეს. აი რაღაცა აქამდე იყო რაღაცა უპირატესობის დამტკიცება მუდმივად ნაცმოძრაობასთან, მაგრამ აი იმ ყველაფრის შემდეგ რაც ბოლო პერიოდში მოხდა, აი რამე დარჩა თუ არა? შეიძლება ერთი მაგალითი მოვყვანო ლიტერატურიდან. არის ესეთი ფანტასტიკური მწერალი ჰერტა მიულერი, ესეთი დიდი პოლიტიკური ავტორი, ნობელის პრემიის ლაურეატი და ასე შემდეგ და მას აქვს ესეთი არაჩვეულებრივი წიგნი, რომელსაც ქვია ჩემი სამშობლო იყო ვაშლის კურკა. ერთი ეპიზოდია იქ ესეთი ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი ეპიზოდია. ეს არის პატარა პროვინციული ქალაქი და ამ პროვინციულ ქალაქში უამრავი საშინელება ხდება, ამაზე არ არის ლაპარაკი. კორუფციაც არის, დანაშაულიც, ხალხსაც იჭერენ, უთვალთვალებენ კიდეც. ამ პროვინციულ ქალაქში არის ერთი მათხოვარი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, გონებრივი პრობლემები აქვს, მაგრამ ხდება ესეთი რამე, რომ ყოველ წელს ეს და ცენტრალურ მოედანზე მათხოვრობს. ყოველ წელს ეს ქალი ფეხმძიმდება. მუცელი იზრდება, მერე რამდენიმე დღით ეს ქალი ქრება ქალაქიდან და რამდენიმე დღის შემდეგ, პირობითად არის 10 დღის შემდეგ, ეს ქალი ისევ ბრუნდება ქალაქის მთავარ მოედანზე და ისევ აგრძელებს მათხოვრობას. და ყოველ წელს გრძელდება ხდება ერთი და იგივე. და ჰერტა მიულერი კითხავს ესეთ რამეს, რომ ვერაფრით ვერ ხვდებოდი, რატო ხდებოდა ეს.
ვერაფრით ვერ ხვდებოდი. იმიტომ რომ შეუძლებელია მთელი ქალაქი დადის, მთელი ქალაქი ცხოვრობს, ბავშვები სკოლაში დადიან, ვიღაცები თქვა, არ ვიცი, ჩვეულებრივად ცხოვრობს ყველა და ყველაფერი და ამ დროს ქალაქის მთავარ მოედანზე ქალი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბათხოვარი ქალი ყოველ წელს ფეხმძიმდება. ცხადია რომ ვიღაცას მიყავს, ვიღაცა აუპატიურებს, შეიძლება რამდენჯერმე აუპატიურებს, ამის შედეგად მე ეს ქალი ვიღაცას მიყავს ეს ბავშვები ქრებიან და ეს ქალი ისევ ქალაქის მთავარ მოედანზე ბრუნდება. და მქონდა შეკითხვა სულ, რომ რატო? აი რატო? და ამით და თვითონ ამბობს მე თვითონ აკეთებს ესეთ დასკვნას, რომ ეს არის სიმპტომი დიქტატორული რეჟიმისა და შესაბამისად დიქტატორული საზოგადოების. და რომ დიქტატორული საზოგადოება რეჟიმის მას აქვს ესეთი მახასიათებელი, რომ რეჟიმის ანარეკლად იქცევა. დანაშაული უნდა ხდებოდეს საჯაროდ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია ყველა დანაშაული არა, მაგრამ დანაშაული უნდა ხდებოდეს საჯაროდ, იმიტომ რომ ადამიანები უნდა ეგუებოდნენ დანაშაულს და განუწყვეტლივ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მათ გაუმართლათ იმაში, რომ ამ ქალის ადგილას არ არიან და სულ უნდა ახსოვდეთ, რომ თუ ძალაუფლების ვერტიკალს მოუნდება, ისინი ამ ქალის ადგილას აღმოჩნდებიან. მიუხედავად ამისა, რომ ეს ქალი იყო ერთგვარი ხატი, საჩვენებელი ხატი, მთელი ყველასთვის, ვინც იმ ქალაქში ცხოვრობდა, ერთი, რომ ისინი მათთვის ამ ტიპის დანაშაული, რომელიც ხდება დღისით, მზისით, ყველას თვალწინ, ყოველ წელს, მათ შეუძლიათ ამაში იცხოვრონ და შესაბამისად, როგორც კი მორალური საზღვარი გადაილახება ხოლმე, მე გაცილებით იოლია ცხოვრება ამორალობის, იმიტომ რომ იქ მე საზღვარი აღარ არის და უკიდეგანო სივრცეა. ეს ერთი მხრივ და მეორე მხრივ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ განუწყვეტელი განცდა, რომ ისინი აღმოჩნდებიან იმ ადგილას. და შესაბამისად, ეხლა ეს რას მოვაყოლე იმას, რომ სინამდვილეში ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანებსაც კი მე ვერა და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი შოკი, ვერაფრით ვერ უხსნიდი, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქში და ეს არ შეიძლება, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქში, სადაც დანგრეული ეკლესიის სურათი ეკიდა. ეს ქალაქი, ეს ადგილი, ეს საზოგადოება და იდეა ამ ფოტოების იყო ის, რომ შენ ამას რო უყურებ, უნდა გაგიხარდეს. ამის იქით არაქრისტიანობა, საზოგადოების შეგუება, მორალური ხრწნა, ცხადია ლიტერატურული გადმოსახედიდან ვიცახი, ხო? ვერც ერთი მწერალი ამას ვერ მოიფიქრებს, ამაზე მეტი როგორ შეიძლება დაწეროს. იმიტომ რომ შეუძლებელია. სინამდვილეში ჩვენ როცა ვლაპარაკობთ, რომ თქვა იქ ქალები ცემეს, ვიღაცეებს აგინეს და ესეთი რაღაცეები მოხდა, ხო? ეს გასაგებია. თავისთავად, მაგრამ ეს შემდეგი ფაქტია უკვე. იმიტომ რომ ეს საზოგადოება ძალაუფლების ვერტიკალმა უკვე შეამოწმა. ზღვარი, რომელიც მორალსა და ამორალობას საზოგადოებრივ მორალზეა, ცხადია ლაპარაკი და არა თითოეული ადამიანის ცალკე აღებულ მორალზე. ზღვარი, რომელიც ლიტერატურული თვალსაზრისით, ზღვარი, რომელიც საზოგადოების მორალურ ქცევასა და ამორალურ ყოფას შორის იყო, დიდი ხნის წინ არის გადალახული. ამიტომ ნებისმიერი ცნება, რომლითაც მორალური ვერტიკალი მანიპულირებს, ნებისმიერი ცნება შეიძლება ორგვარად ისე შეტრიალდეს, რომ იმისგან არაფერი არ დარჩეს. აი მაგალითად, იმას რა ქვია, ბაცის ნადიმში არის ესეთი სცენა, როდესაც შვილის მოყვარული მამა მიდის საკუთარ ქალიშვილთან, დიქტატორთან საუბრის შემდეგ და უმტკიცებს მას, რომ თუ კი დიქტატორი მას გააუპატიურებს და შვილი ამ კაცს მართლა უყვარს. კი. თუ დიქტატორი მას გააუპატიურებს, ეს მისთვის კარგი იქნება. 16 წლის თუ 14 წლის სებლობა. ანუ ამგვარად შეიძლება შეიცვალოს ადამიანების ქცევა. იმიტომ რომ როგორც კი ზღვარი ირღვევა, საზოგადოებრივი ქცევის ზღვარი დამთავრებული ამბავია. შტილელის ამბავი მეც ძალიან მიყვარს ეს ამის მოყვანა ვაცის ნადიმის ამ ზუსტად ამ ამბის მოყვანა მთავარი გამჭოლი ხაზია, როგორ ხრწნის მორალურად ადამიანს დიქტატურა, რომ ყველაფერზე წამსვლელია თავის ერთადერთი სანუკვარი შვილის 14 თუ 16 წლის რამდენი წლის იყო აღარ მახსოვს. ურანიას მიყავს დიქტატორთან და იცის დიქტატორთან და იცის ეს
ქვეშაფსია, იმპოტენტი კაცი რას დამართებს, ხო? იცის. ოღონდ მისი გული მოინადიროს და ეს ოთარ ჩრდილელის ამბავი გამახსენდა საკუთარი შვილი არაჩვეულებრივი გოგო, რომლის ინტერვიუებმა მომხიბლა, გამოაცხადებინა ვიღაცას შეურაცხადად და ფსიქიკური პრობლემების მქონედ. ამაზე საჯაროდ დააწერინა. თუ ყოველ შემთხვევაში პროტესტი არ გამოუთხოვს არანაირად. მაგრამ ძალიან დიდი მადლობა ამ მაგალითისთვის. ეხლა წინა მაგალითი რაც მოიყვანე, ეხლა ვაპირებდი კითხვის დასმას და პასუხი ვიპოვე. და კითხვა იყო ასეთი რაღაცა, რომ კითხვა იყო ამ თემაზე, ხა სანდროსთან მინდოდა გადმოვსულიყავით და ყველა თქვენთან განთანმა ეს კითხვა, სანამ კიდევ ერთხელ კონკრეტულ ლევანზე და 4 ოქტომბერზე გადავალთ ხაბეიშვილზე. მოკლედ, ყველა ხელისუფლება იყო რაღაცა იდეის მატარებელი საქართველოში, ხო? მე არ საუბრობ, ხა არ შევალთ იმაში, კარგი იყო, ცუდი იყო თუ ხო და ზვიად გამსახურდია ატარებდა თავისუფლების და დამოუკიდებლობის იდეას და ხალხი, რომელიც მას მიყვებოდა, რომელმაც გამოიარა ამ ქვეყანაში ყველაზე მძიმე წლები. მათ შორის ყველაზე კიდე ფიზიკურ ტანჯვასთან ერთად დეჰუმანიზაციის წლები გამოიარეს, როცა მათ განადგურება და მათი დამცირება ფიზიკურად და ემოციურად ხდებოდა და ამას არავინ არ იმჩნევდა. და ეს ხალხი ამ კაცში ამ იდეას ერთგული იყო და ყველაფერს გაუძლო იდეის ერთგულებისთვის. ნუ შევარდნაძის თემა იყო თავს რაღაცა თვითგადარჩენის ინსტინქტი ბევრისთვის და ნუ ყოველ შემთხვევაში ხო შემოიტანა რაღაცა მოხაზა რუკაზე საქართველოს საკითხი. სააკაშვილის თემა რატო არის ნაციონალური მოძრაობა, რატო ვერ გაანადგურა? იმიტომ რომ სააკაშვილს კი არ არის მიბმული, არის იდეას, ახალი სახელმწიფოს იდეას, სიამაყის იდეას ამ სახელმწიფოთ, რომელიც ყველაზე მოდერნული და ყველაზე ვესტერნიზებული იყო და ის იმ გრძნობას რომ გიხაროდა, რომ იყავი ქვეყანა, პატარა აქამდე შეუმჩნეველი ქვეყანა, რომელიც შეამჩნიეს, სადაც ამერიკის პრეზიდენტი წავიდა, რომლის რეფორმებზეც ლაპარაკობდა ამერიკის სახელმწიფო მდივანი და ასე შემდეგ. და ამ ყველა მართველობას ჰქონდა რაღაცა ტიპის იდეოლოგია, რომელზეც იდგა და რომლითაც იბავდა თავის მომხრეებს. ეს არ იყო ფულით მიბმა. ფულით კი არა, ეხლა ნაციონალურ მოძრაობას მომხრეებს რო შევხედოთ, უმუშევარი ხალხი, ძალიან კარგი კვალიფიკაციის ხალხი, ძალიან ბევრი არის უმუშევარი და ძალიან მცირე შემოსავლით, მაგრამ იდეის ერთგული. აი რა აქვს ეს მინდოდა დამესვა, ეს კითხვა მინდოდა დამესვა, პასუხი ვიპოვე. რაც ქართულმა ოცნებამ სრულიად დაცლილმა იდეისგან, მისი იდეა არის deep state-ი. რა შესთავაზა? მადლიერება რომ ომი არ არის. აი ამაზე დგას ახლა. აი ეს ჩაუდო თავში, რომ მადლიერი უნდა იყო და ის ეკლესიაც იმიტომ აიტანა ხალხმა, ან არ ვიცი სხვის გამო, რომ მადლიერი უნდა იყო, რომ აქ ომი არ არის. აი ეს დააჯერა. არის თუ არა ესე? ყოველ შემთხვევაში მე ეხლა ვიპოვე შენი იმის შემდეგ. მე არ ვეთანხმები ამას. ხო, ოკეი. რას გულისხმობ? არა, მე ეს ხო. უცებ ახლა იმის მოძრა, თავის გუშინ ახალგაზრდა ბიჭი შემხვდა ტაქსისტი და თქვა რომ პირველად შევხვდი ადამიანს, რომელმაც ზელენსკის აგინა ბოლოს სიტყვებით. თან იძახა რომ პუტინისტი არ ვარო, თან კოცები არ მიყვარსო, მაგრამ ომი ხო არ არის. კი, მე შევხვდა ერთხელ ტაქსისტი, მეგრულად ლაპარაკობდა და შეგედაში გვაფიქსებდა სიტყვას ნეიტრალიტეტი და ომი და რაღაცეებს, მაგრამ თავიდან რომ მოვიდა ოცნება გასაგებია რაღაცა იდეები ქონდათ, რომელიც რაღაცა მართლობის აღდგენა, ისა უფრო ხუმანურობა, მალე ამ იდეებმა ჩაიარეს გასაგებია. ეხლა რა თეორიაში ეს იდეა შეიძლება არსებობს, მადლიერება, რომ კიდევ კაი ომი არ გვაქვს, მაგრამ არ მგონია რომ ამაზე დგას ოცნება. აი ფუნდამენტურად არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ოცნებამ რაღაცა პროპაგანდისტულ ომში მოიგო და რომ ხალხს დააჯერა, რომ აი ჩვენ რო ვართ, ამიტომ ომი არ ხდება. მე მგონი ჯამში მაინც უმცირესობას ჯერა მხოლოდ ამის და უმცირესობა არის მოსახლეობის, ვინც ოცნებას ხმას ისე არ მის ძალიან ცოტა ნაწილი მოდი ესე ვიტყვი რა მგონი 2% შეიძლება არის მოსახლეობის ვინც ოცნებას ისე ხმას არ მისცემდა და ამ ომის თემის გამო აძლევს ანუ აი ძალიან ცოტა ადამიანი მგონი რომ ცეთი არსებობს სხვა ყველასთვის ეს უბრალოდ არის საბაბი აი იცით როგორ ადამიანებს აჭირთ ხოლმე რა როგორ წეს ემოციურად უბრალოდ წყვეთ რომ აი ამ ხარეს მინდა ვიყო მინდა რომ აი ამის ჯეროდე შეიძლება იმიტომ რომ ჩემი არის კოცი და რაღაცა ან მე ვარ კოცი და ფულს მიხდიან ამაში და მჭირდება საბაბი რომ კითხავენ რატო ხარ კოცი რომ უპასუხო რა და რაღაც ესე ჯიბეში მიდევს ხოლმე საბაბებით აი ნახე ომის თემა ვაძლევ უბრალოდ ვიღაცა რომ გამიჩმახებს უბრალოდ ამისთვის ჭირდება თამაც მაგრამ
სიამდვილეში ამაზე არ დგას უბოლოდ. ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმი დგას იმაზე, რომ მას აქვს ძალადობის ინსტრუმენტები და შენ მოგერევა. ფუნდამენტური არის ეგ, მაქვს ძალადობის ინსტრუმენტები აქვს ოცნებას და აქვს ფული რო ეს დააფინანსოს. თავარი არის ეს. აი ამჯერად რომ იდეა მე მგონი არ სჭირდებათ. თუ ხო აი უმრავლესობა ავტორიტარულ რეჟიმს არანაირი იდეა არ აქვს. ვენესუელა არის ყველაზე კარგი მაგალითი. ვენესუელაში გაახიეს შუაზე ოპოზიცია მთავრობა. თან გაყალბებულ არჩევნებში ანუ ყველანაირი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ყველაფრის გამოყენებით მაინც 2/3 ხმების მიიღო ოპოზიციამ, ხო? როცა გაყალბეს ის საცოდავ გაყალბება იყო, რომ რიცხვი მოიგონეს და ისე დაწეს პროცენტი. 2/3 მოსახლეობის იყო ოპოზიციის მხარეს. მთავრობა მოუგო, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ძალადობის ინსტრუმენტები ხელში. თავიდან ბოლომდე ამაზეა. იდეის გამარჯვება საკმარისი არ არის. მაგრამ ანუ ძალადობის ინსტრუმენტები არის თუ არა საკმარისი იდეის გარეშე. მე მგონი ხშირად კი. არა, მე ვამბობ ხანგრძლივ, ანუ მე ავარბობ არ მოკლე პერსპექტივაში, არამედ ხანგრძლივ პერსპექტივაში. აი, მე მგონი ხშირად კი, მაგის მეშინია ყველაზე მეტად. კარგი, მაგრამ ეხლა თქვი რომ მართალია ეს აბსოლუტურად გეთახმები, ეხლა ქართული ოცნება არის ყველაზე სუსტი, რაც კი ოდესმე ყოფილა. სუსტია იმის გამო, რომ მეგონი ამ თემის გამო, ანუ უცებ დავამატებ, რომ კი, ამაზე გადავიდეთ. ეხლა დავაკონკრეტოთ უკვე ყველაფერი. კი, მეგონი ძალოვან სტრუქტურებში ვინც ყავდა ოცნებას, როგორც ქონდა დაალაგებული პირობითად გაზაფხულზე, ნოემბერში, დეკემბერში ადამიანების დიდი ნაწილი გაუშვეს. კადრების კრიზისი არის ერთი და მეორე ნებისმიერ კაცს ახლა განცდა აქვს, რომ მეც შეიძლება გამაგდონ სწორად მომექცენ. ახლა ხარება თუ გააგდეს და თუ იჭერენ ადამიანებს, ვინც აქ მუშაობდნენ, შეიძლება მეც გამაგდონ. აი ესა მეგონი ყველაზე პრინციპული. კაი, ვიცი რომ ამაზე ვაპირებთ ხო ისედაც და ისედაც. ხო, აი ზუსტად მაგის თქმა მინდოდა კიდევ ჩემ ტაქსის და ჩემს ისტორიას მოვიყვან. შემხვდა კაცი, ტაქსისტი, ახალი დაწყებული ქონდა ტაქსისტობა, იმიტომ რომ პოლიციაში მუშაობდა, კრიმინალურ პოლიციაში. ძალიან არ მოწონდა ესენი და ერთი სული მქონდა რომ გავსულიყავი პენსიაზე, როგორც კი გავედიო, კადრია პენსია, ეგრევე წამოვედიო. და იქ ამბობდა მაგას, რომ ნუ გარდა იმისა, რომ დემორალიზებულია კრიმინალური პოლიცია რეალურად არ არსებობს და აღარანაირ დანაშაულს, რეალურ დანაშაულს აღარ იძიებს, თქვა რომ იციო რა, ყველაზე დიდი დარტყმარა იყო, ხარებას ამბავია. ანუ ეს კაცი ჩასვეს მაგნიტსკის სიაში, რომელიც არის აი ყველაზე მძიმე სია, რაც რამე არსებობს და შეაძულეს მთელ ქვეყანას, აი ძალადობის და სიმხეცის ხატია და მოიშორეს. ანუ ერთ დღეს გაუშვეს და აი ზუსტად ამ კაცმა მითხრა, რომ ყველა ჩემი თანამშრომელი და ჩვენი ანუ დიდი ჯგუფი ამ პოლიციელების, ვისთან შეხება მქონია, ან ამბავი მომსვლია, ამბობდა, რომ თუ ხარებას ეს უქნეს ჩვენ რას გვისავენ? ჩვენ როგორ მოგვიშორებენ? ზუსტად ისე მოიშორებენ. ხო, ანუ ეხლა გადავიდეთ ამბავზე და მივაბათ, აი რისთვის დააკავეს, ანუ ამბავი, ვერ ჩეფუთეს, ანუ რისი შეეშინდათ, რომ ლევან ხაბეიშვილმა უთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ თქვენ თუ არ დაემორჩილებით უკანონო ბრძანებას, სახელმწიფო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოგცემთ ჯილდოს. და ამისთვის, ამას რო ამბობ, რომ ამისთვის ვაკავებ კაცს, უკვე აი ყვები, პირდაპირ ყვები გამოვიდა და პარტია რომელიც იძახდა, რომ ყველა სოფელს 5 მილიონი. არა, მაგას თავი დაანება ეხა აბსურდულობას და კომიკურობას. ფაქტობრივად ამის იქით იმალებოდა ესეთი განცხადება. ჩვენ გვეშინია, ჩამოგვეშალოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გვეშინია, რომ ჩვენი გუნდის წევრებიც ამას ყოფილი გუნდის წევრები ამას აპირებენ. ვეღარავის ვეღარ ვენდობით სისტემის შიგნით და ეს ჩამოშლა იქნება ჩვენთვის საბედისწერო. შეიძლება. ანუ რამდენიმე მომენტი ჯერ სანდრომ რაც თქვა იმაზე ვისაუბრეთ. ანუ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი რაც არის, საბჭოთა სკოლა ვისაც გამოუვლია ყოველ შემთხვევაში, მას სიტყვა ბულინგი არ არსებობდა რა. არსებობს ადამიანების კატეგორია და არსებობს სიტუაციები, როდესაც მუშტს უბრალოდ მუშტს უნდა უპასუხო. არ არსებობს არგუმენტებით ვერაფერს ვერ იზამ. ეხლა ვენესუელას გარდა მეორე მაგალითს მოვიყვან, სირიის მაგალითი. სირიაში 2021 წელს ბაშარ ასადმა, რომელიც კინწისკვრით გააგდეს, ორ დღეში გააგდეს პრაქტიკულად წინა წელს, ბაშარ ასადმა არჩევნებში მოიპოვა ხმათა 91% თუ არ ვცდები. ანუ რასაც უნდა მიიწერენ. ის განცდა თუ აქვს ჩვენს ხალხს, რომ
ამათ რამე არგუმენტით და არწმუნებ ადამიანს რომელმაც მილიონები მოიპარა უამრავი დანაშაული ჩაიდინა იმიტომ რომ ეხა ელემენტარულად ბურჭულადეს რომ სამსახურებრივი გულგრილობა ბრალდება 1 მილიონზე და ასე შემდეგ რა დაბრალდება ადამიანებს რომლებიც დანაშაული არიან შოუზე სისხლში და ლაფში რო აქვთ ხელები გასრული ის ადამიანები იმას შენ არგუმენტებს ტომოგრაფიის შესყიდვა ტომოგრაფიით გახსნეს ბრიფინგი ტომოგრაფიით იმათ შენ ამ ხალხს შენ არგუმენტებით ვერ დაარწმუნებ რომ მოდი ეხლა ჩემსკენ იყავ გამორიცხულია რომ იმათ შენ რაღაც დაუდო რავი ივანე ჯავახიშვილის თუ ილიას ნაწარმოებები და ახალი აღთქმა დაუდო და იმან შენ რამე დაგიჯობს არც ერთ სახარება იმას არ აინტერესებს იმას აქვს თავის სახარება რომელიც არის გამოხატული პირდაპირ დოლარში და ევროში ეგ არის ტყუილი და ეგ არგუმენტი რა ეხლა რაც შეეხება ზუსტად ამ ძალადობრივ აპარატს და ამავდროულად პირობითად რომ განვიხილოთ რა ჯერ ნაპოლეონის ცნობილი გამოთქმა არსებობს რომ ერთი მამლუქი ყოველთვის მოერევა 1 ფრანგს რომ 10 მამლუქი და 10 ფრანგი თანაბარი ძალაა მაგრამ 100 ფრანგი ყოველთვის დაამარცხებს 100 მამლუქს და ეგ ძალიან სწორი რაღაცაა და რომ გავშალოთ როგორ მოქმედებს იგივე riot police როგორც არის GDD-ს ანალოგი რაც არის ყველა ქვეყანაში ერთი ადამიანი ერთის წინააღმდეგ დამოკიდებულია მათ ძალაზე და მოხერხებაზე და ამავდროულად ამაში მამლუქები ყოველთვის ჯობდნენ ფრანგებს ამას თავად ნაპოლეონი აღიარებდა ქართველი იყო უამრავი მათ შორის კიდე ერთხელ დავანოსო იმიტომ რომ არა აქ იმ პოდკასტ ისეთი ნახვა რომელსაც იმსახურებს ალეკო მიქაბერიძის სტუმრობას ბექა კობახიძესთან ტყვედ გაყიდულ ქართველებზე სადაც არის წარმოუდგენელი ისტორიები მათ შორის ქართველ მამლუქებზე, რომლებიც იყვნენ მართველი ალჟირის ბეებიც იყვნენ და ტუნისის და ყოდოს. მეგობრებო, უყურეთ ამ საოცარ პოდკასტს მართლა. კაი, ეხლა ისე გავაგზავნე. ხო და მოკლედ. ესო და დამეფათა. ხო. მოკლედ ერთი ინდივიდი მამლუქი ყოველთვის თუ აჭარბებდა და სჯობნიდა ფრანგს 10 შემთხვევაში თუ თანაბარი იყო 100 ყოველთვის სჯობნიდა 100 და ეგ მაგალითად როდესაც არის დიდ დემონსტრაციები და ხალხი როდესაც გამოდის მან არის რამდენიმე სცენარი ძირითადი სცენარები რო აღწევთ არაორგანიზებული ხალხი ხო არაორგანიზებული ხალხი საშუალო თქვა პოლიციური ძალის წინააღმდეგ უმეტესად იგებს საშუალო პოლიციური ძალა, მაგრამ საშუალოდ ორგანიზებული ხალხიც კი უკვე იმდან დიდი ძალაა პირობითად რო ავიღოთ რომ უკვე უფრო მეტი პოლიციური ძალა გჭირდება და ამ სახელმწიფოს და ამ პოლიციური ძალასაც თავისი რესურსი აქვს. რა ყველაზე მეტად ამათ რაც შეშინიათ არიან ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი და მეორე რაოდენობას პლუს ორგანიზებული ხალხი. და პლუს თავიანთ მხარეს ეს ორგანიზაცია მოეშალათ. თავიანთ მხარეს გარდა იმისა, რომ ხარება გაუშვას და სისტემას უთხეს, რომ მაგარი არ გვაინტერესებს. ხარება ვიღაცა კი. ხარებას გახვა თავისი ხალხი და მე მქონდა ხალხი სიმბოლური ტიპია, გაიგე? არის ხარება ხო სიმბოლოდ გამოიყვანეს. ხარება ეკა მაგათ გამოიყვანეს, რომ აი ხარება არის რაღაც ჩვენი რაღაც სიმბოლო ტიპი გაუშვეს, აი როგორ გაუშვეს? იცი აი რაღაც აპა, всё. რა სხვაგან ეგარწა ვერც კასპში ხარილში რა მნიშვნელობა აქვს ისევ კასპში ცხოვრობს მაგრამ ნუ ეგაა რა ხო ანუ ნახე რაღაცა ეხა რა სიტუაცია აქვს რომ ეს კარგად ავხსნათ მოდი დავანებოთ ყველაფერს თავი სამართალდამცავ სტრუქტურას მივხედოთ თუ ამაზე ვლაპარაკობთ ეს არის მისი ძალა მაგაზე განამეტი არაფერზე განსაერთო თუ ეს არის გადამწყვეტი ამ ბრძოლაში ამ ხნის განმავლობაში არც რის გამო დიდი ალბათობით ლევან ჯანგველაძის ყველობისთვის და რაღაცა დასმენების რო ფული მოპარა ლილუაშვილმა, გომელაურმა და ღარიბაშვილმა და ასე შემდეგ. მოკლედ ეს ხალხი წავიდა და გაბრაზებულია, როგორც მინიმუმ ალესილია კობახიძესა. ხო, კაი, თუ ბიძინას თავი დავანებოთ. ლილუაშვილი ღარიბაშვილი და გომელაური. ნუ გომელაურზე ამბობენ რომ სახშია და არაფრის მაგრამ არ ვიცით მის გულში რა ტრიალებს. ნუ ლილუაშვილი ვიცით რომ ძალიან გაბრაზებულია და ინფორმაციები რომელიც ნაკადად მოდის ძირითადად მისი ასე ვთქვათ ფაილებიდან მოდის
და ძალიან, ანუ ჩვენ არ ვლაპარაკობთ ახლა თუნდაც ახლა ირაკლი შაიშველაშვილზე რო ამბობდნენ რომ წავიდა ირაკლი და რაღაცა არაფერი არ მოხდა. ნუ ახლა ირაკლი შაიშველაშვილი დიდი თანამდებობის კაცი იყო, მაგრამ ვერ შევადარებთ ხო ლილუაშვილს. ახლა ლილუაშვილი იყო წლების განმავლობაში ყველაფერს აკონტროლებდა, ხო? ეს კაცი წავიდა და ეს კაცი არის გაბრაზებული. გაბრაზებული არიან კრიმინალების ნაწილი ლევან ჯანგველაძის კვლელობის გამო, რომელიც არის მერაბ ჯანგველაძის ცნობილი ლევან ჯანგველაძე თავადაც ძალიან დიდი ფიგურა იყო. რომელიც ამბობენ რომ რაღაცა ამ კრიმინალური სინდიკატის ტვინი იყო, ანუ იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, არა მარტო ძმა და არამედ ესეც. ანუ ნახეთ, რამდენი ადამიანი ყავს გადამტერებული. თუ თვითონ აი ეს რაღაცა სისტემის შიგნით ყოფილი თანაგუნდელები უბრალოდ რა შეგეჭირა ვიცი შენთან გაითვალისწინე რომ ხარიბაშვილი და ლილუაშვილი და გომელაური მასთან ერთად მოდიან 2011-დან როცა მას დაჭირდა გვერდში დაუდგეს რაც არ უნდა კორუფციას და იმაზე ვლაპარაკოთ გვერდში დაუდგეს მის ყველაზე ერთგული კაცი მე ანუ ესენი ხო მოიცილა და მოიყვანა ტიპი რომელიც USAID-ში იყო იმაში რა ქვია გაეროში იყო და თბილად იყო და არაფერი უბრალოდ მოიყვანა და გამზადებულზე დასვა და აი ესევე გამზადებულზე დამსველი ტიპები ყავს ეხა იქ ანუ კოცური პერსპექტივიდანაც ანუ აი ძველი გვარდიაო და რაღაცები არა მაგას თავი დავანებოთ ეხა მაგათი ბრას ანუ მე ვამბობ რომ სისტემა ვისაც ეკავა ხელით ხარებას ჩათვლით იმიტომ რომ მე თვითონ ადამიანი რომელიც აი აქციების დროს ძალიან ხშირად მქონდა ესეთი აგრესიული კომუნიკაცია ხარებას შავ ნიღბოსნებთან მე თვითონ ანუ მათთან დიალოგიდან დიალოგი ცოტა ესეთი სიტყვა ამ შემთხვევაში გამომიტანია დასკვნა რომ ეს ხო ამ ხალხს მართლა უყვარდა ხარებას კულტი იყო იმიტომ რომ იმ რაღაცა გარემოში ხარება ითვლებოდა კაცად რომელიც თავის რაღაცა კაცურ მოვალეობებს აკეთებდა მათი გაკეთებით ცემდნენ და მოყვარო როცა მცემდნენ მითხრეს რომ აბა თქვი რომ ხარება მაგარი კაცია აი ესე უყურებდნენ რა რომ ამას ათქმევინებდნენ ხალხს ხო აი ეს იყო წაიყვანა თავის მისი ერთგული მართლა ერთგული ჯარისკაცები ყავდა ბჭყალებში ხარებას ანუ სისტემა შიგნით გამოიშიგნა აღარ და ვიღაცა ახალი ტიპი ვიღაცა როგორც ხაბე იტყო და გეკა ჯეკა ვიღაცა კაცი მივიდნენ რომელსაც ხო იქ სისტემაში ჭირდება კაცი რომელსაც დიდი ხანი აქვს ნამუშევარი და ავტორიტეტი აქვს და ეხლა რომ დაიჭირეს ხაბეიშვილი აი რატო დაიჭირეს შენი აზრით ლიტერატურული პერსპექტივიდანაც თუ ამას შეხედავ აი გაღიარებ ბოლომდე კი არ არის ძნელი გისმენთ თელი ყურადღებით ლიტერატურაში არის ესეთი კლიშე რომ დიქტატორული ვერტიკალს ახასიათებს რამდენიმე ძირითადი ელემენტი ასე რომ ვთქვათ. ამათში ცალკე მდგომი ორი ელემენტი არის, რომელსაც ხსნელის კომპლექსს და პარანოიდულ მიმართებას გამოყოფენ ხოლმე. თუმცა არის კიდე 4 ძირითადი თვისება, რომელიც ლიტერატურაში მიიჩნევა, რომ ყველაზე მყარი ელემენტია, იმიტომ რომ ბოლო 400 წლის მანძილზე ის პრაქტიკულად არ შეცვლილა. ეგრეთ წოდებული რიჩარდული ფორმულა, როგორც მოიხსენიებენ ხოლმე მას. ხო, იქიდან გამომდინარე, დიახ. კიდე ეს ფანტასტიკურად უწერია, ალბათ ამ თვალსაზრისით ყველაზე ისეთ ჩემთვის ყველაზე საყვარელ მეცნიერს, ჯოზეფ ლოტნერს, რომელმაც 60 წლის წინ დაწერა თავისი ამერიკული პოლიტიკური რომანის შესახებ თავის წიგნი და 60 წელია ის წიგნი არ დაძველდა არაფრით, იმიტომ რომ დაწერა ყველაფერი წინასწარ რაც შეიძლებოდა ამ თვალსაზრისით ყოფილიყო. მოკლედ მახასიათებელი არის ესეთი. პირველი მახასიათებელი ამ სქემაში, ასე ვთქვათ, არის მნიშვნელოვანი შინაგანი ენერგია. სულ ერთია ეს, რაც დაემყარება, ამას არ აქვს აი ეს რა ქვია, ლოგიკური ახსნა არ აქვს რაღაცა ტიპის, არ ვიცი, საჭირო დროს საჭირო ადგილას, რაღაცა თავისი სხვადასხვა უნარი და ასე შემდეგ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ არის მეორე და მესამე მახასიათებლები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მეორე მახასიათებელი ეს არის ჰედონიზმი.
და ხშირად მე რაც მინახავს ხოლმე ადამიანებში ისინი ამას არ უწევენ ანგარიშს ამ მახასიათებელს და ცდილობენ უფრო ლოგიკური მიზეზებით ახსნან თქვათ მომხდარი მოვლენები. არა და ადამიანი არ არის თქვათ ლოგიკური არსება, ის ხშირად უფრო ემოციური არსება. ჰედონისტური მიმართებები უკავშირდება როგორც მატერიალურ გამოვლინებებს ჩვეულებრივ თქვათ. იქნება ეს რაღაცა გარკვეული სექსუალური ინტერესები, თქვათ, ფულთან დაკავშირებული ინტერესები, ძალაუფლებასთან დაკავშირებული ინტერესები, ისე ემოციურ მოცემულობებს, როგორც არის, თქვათ, თვითონ პარანოია, როგორც ესეთი, თქვათ, სხვა ადამიანების მართვით მიღებული, მანიპულაციით მიღებული სიამოვნება და ასე შემდეგ. და მესამე მახასიათებელი ეს არის ერთგვარი მიზიდულობა. აი წეგან ჩვენ რაზეც ვლაპარაკობდით, რომ ვიცნობდი კარგ ადამიანს, რომელიც მერე უცნაურ რაღაცებს აკეთებს, ხო? ეს ბუნებრივია და ხშირად აღიწერება ხოლმე ლიტერატურაში, რომ ადამიანები, რომლებიც სხვა გარემოში, რადიკალურად განსხვავებულ გარემოში, სხვაგვარ გარემოში რადიკალურად განსხვავებულად მოიქცეოდნენ და შეიძლება პირობითად ჭიანჭველასთვის ფეხი არ დაედგათ, ამ ტიპის გარემოში უცნაურად იწყებენ მოქმედებას, იმიტომ რომ ამას ლიტერატურაში ხუმრობით რაღაცა ფიზიკის კანონით ხსნიან, რომ რაც უფრო დიდი მოცულობის არის რაღაცა საგანი, მას მეტი მიზიდულობის ძალა აქვს და შესაბამისად, იმიტომ რომ მე პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც ბაბუა თქვათ სტალინმა დაუხრიტა და შვილიშვილი სტალინისტია. ხო ეს ეხლა მოვარგოთ ეს ხაბეს. ხო და მეოთხე მახასიათებელი არის კიდე და ეს არის მარკესი ამბობს რომ ეს არის სამყაროს ანუ სამყარო ასე იცავს თავს ამ ტიპის ადამიანებისაგან. ეს არის თვითგადადგურების ინსტინქტი. ყველა დიქტატორულ რეჟიმს აუცილებლად დასაწყისშივე ერთვება თვითგანადგურების ინსტინქტი. ეს გამოწვეული შეიძლება იყოს მისი პარანოიდული მიმართებებიდან, შეიძლება იყოს გამოწვეული ჰედონისტური მიმართებებიდან, მიზეს ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა. სინამდვილეში, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ლიტერატურიდან თუ შევხედავთ ამ მოვლენებს, ლაგდება ამგვარად, რომ აი რაზეც ველაპარაკობთ, რომ ის ერთგული ადამიანების გაშვება, თქვათ, პირობითად სამსახურიდან, ვიღაც ადამიანები, რომლებიც მათივე წრის ადამიანები, რომლებიც უკმაყოფილო არიან გარკვეული გადაწყვეტილებებით, ხო? და უამრავი სხვა მოვლენა, რომელსაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ადამიანი არ უნდა იქცეოდეს, ხო? რიჩარდ მესამესაც რო კითხულობ, სრულიად ცხადია, რომ ეს კაცი არ უნდა იქცეოდეს, იმიტომ რომ ეს მისთვის საზიანო. ვაცის ნადიმს რო კითხულობ, სრულიად ცხადია, რომ ტრუხილიო ეს არ უნდა იქცეოდეს, იმიტომ რომ ეს მისთვის საზიანოა. პატრიარქის შემოდგომას რო კითხულობ, პატრიარქი ეს არ უნდა იქცეოდეს, იმიტომ რომ ეს მისთვის საზიანოა. ხო, ბავშვები არ უნდა მოიპაროს და არ უნდა დახოცოს. და ზღვაში გემით არ უნდა გაუშვას და რაღაცა თავისი მკვდარი დედის სხეული არ უნდა ატაროს ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს მისთვის რეალურად საზიანოა. მაგრამ სინამდვილეში მათი ეს ქცევა განპირობებულია არა იმით, რომ ამით თქვათ თავისი მდგომარეობა გაიუმჯობესოს ან რაღაცა უკეთეს პოზიციაში ჩადგეს. არამედ სინამდვილეში თვითდაზიანების განუწყვეტელ რეჟიმში იმყოფება. მარკესი ამბობდა ესეთ რამეს, რომ ჩაგრული ადამიანები და ასტორიასიც ეთანხმებოდა ამაში, რომ ჩაგრული ადამიანების ამ ტიპის საზოგადოებაში, ჩაგრული ადამიანების თავარი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ მას ჩაგრული ჭკვიანი გონია. აი ზუსტად. სინამდვილეში როგორც კი ამ ასე ვთქვათ წყალებში კომპლექს გადალახავს ჩაგრული საზოგადოება, ხო? და არ დაიწყებს იმას, რომ იცი რა, აი ესე რო მოიქცა, ესე იგი ამას გულისხმობს, ან იმას გულისხმობს, ან ეს არის ჩაფიქრებული და აბა ეხა როგორმე მივხვდეთ რა არის ჩაფიქრებული და როგორ შეიძლება ეს მოვლენა აიხსნას. არა, ეს სისტემა განუწყვეტებისმიერის ამ ტიპის სისტემა განუწყვეტლივ უშვებს შეცდომებს. და არის ეგეთი ფანტასტიკური წიგნი, რომელიც 90-იანების დასაწყისში საქართველოში უცებ პოპულარული გახდა და მე ისე დაივიწყეს გაივიწყა ქართულმა მკითხველმა, ეს არის მე-19 საუკუნის დიდი ფრანგი მოგზაურის მარკიზ დე კიუსტინის წიგნი ნიკოლოზ პირველის დროინდელი რუსეთი. ძალიან სახალისო წიგნია, სნობი ფრანგის დაწერილი სასტიკი წიგნია,
რუსეთზე. და ის ამბობს, რომ ამ ტიპისა და რუსეთს იქ აღწერს როგორც, გასაგებია ეხლა რესპუბლიკური განწყობილებების მქონე ესეთი რესპუბლიკური აროგანტო. მითი რა ქვია, აღწერს ფეოდალურ მონარქისტულ სახელმწიფოს და ის ამბობს ეგეთ რამეს, რომ ამ ტიპის საზოგადოება დგას მხოლოდ და მხოლოდ პირად გამორჩენასა და მნიშვნელობაზე. მხოლოდ და მხოლოდ და შესაბამისად ნებისმიერი სტრუქტურა, რომელიც პირად გამორჩენაზე და მნიშვნელობაზე დგას, ის აუცილებლად განწირულია იმისთვის, რომ დაუშვას შეცდომები. განუწყვეტლივ დაუშვას შეცდომები. ის გამოდის რომანტიზმის კლასიკური მოდელიდან, სადაც ამბობს, რომ ფარისეულობა და პირად გამორჩენაზე ზრუნვა ბარბაროსული საზოგადოების დამახასიათებელია და არაქრისტიანული საზოგადოების ესეთი იდეალისტური შესაძლებლობები იყო მაშინ. და შესაბამისად ამ რას მოაყოლა იმას, რომ თვითგანადგურების, ანუ ჩვენ რომ ამბობთ, რომ რაღაცა მოხდა, რომელიც წესით არ უნდა მომხდარიყო, ხო? წესით ვიღაცა არ უნდა დაეჭირათ, ვიღაცები იქიდან არ უნდა გამოვარდნილიყვნენ და ვიღაცებს არ უნდა დარეოდნენ. თქვათ, წესით არ უნდა ესროლათ, წესით მზიამაღლობელი ციხეში არ უნდა იყოს. ხო, წესით ესე უნდა იყოს. ანუ, მაგრამ ამბავი არის ის, რომ ეგ წესით არ მუშაობს. ანუ, ეხლა რომ დავაკონკრეტოთ, ხაბეიშვილის დაკავება კიდე ერთი დიდი შეცდომაა. მე სხვა რაღაცა მეგონი ამხელდა, რომ სიამოვნებაში სულელებს აკეთებდნენ? ეს მათი ბუნებრივი პროცესია. ანუ ბუნებრივი ლიტერატურა ამბობს, რომ ბუნებრივი პროცესია. შენ როცა არაფერი შეიძლება, არაფერი არ გემუქრება, მაშინ გეჩვენება, რომ გემუქრება. იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა აჩრდილი, აბსოლუტურად შექსპირი ამბობს, მე არ ამბობს, აბსოლუტურად ყველა აჩრდილი, რომელსაც შენ ხედავ სინამდვილეში სულაც არ არის აჩრდილი. მხოლოდ შენ გონებაშია. და იქ მამის აჩრდილი არ დგას, დარაჯი დგას უბრალოდ. მაგრამ შენ როგორც კი შორიდან ხედავ მას, მაშინვე პარანოიდული საკუთარი ფანტაზიები, საკუთარი შიშები, საკუთარი სურვილები არ აქვს მნიშვნელობა, ეს უკტავებასთან დაკავშირებული იქნება, ძალაუფლების შენარჩუნებასთან იქნება, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. სინამდვილეში ჩვენთან იმ მოცემულობაში, რომელიც ჩვენ გვაქვს ლიტერატურული, მე ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცნაირად ლიტერატურულ მოდელს დავამთხვიო და არ არის ბევრი ლიტერატურული მოდელი ამ პოლიტიკოსისა. ჩვენ გვაქვს რაღაც გარდამავალი ფორმა ბოსის არსებობს ეგეთი ისა, ჯოზეფ ლოტნერს უწერია პოლიტიკური ბოსი, ეგეთი ტერმინი და დიქტატორი, აი რაღაც შუალედური მოცემულობა გვაქვს, ამ ორი ესე იგი რა ქვია, მოცემულობისა, იმიტომ რომ დიქტატორი არის ის, ვინც რეალურად მართავს მოცემულობებს და აქტიურად ჩანს სინაპლანზე და პოლიტიკური ბოსი, ესე ეძახის თვითონ, არის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ჭრდილში დგას და იქიდან ცდილობს მართოს რაღაცა მიმდინარე მოვლენები. ჩვენ რაღაცა უცნაური ჰიბრიდი გვაქვს, ხო? მოკეთ ლიტერატურა ამას ამბობს, პოლიტოლოგია რას ამბობს? ალბათ მე მეგონა რომ იქამდე მივდიოდით, რომ თუ საჭირო არის რომ ყოველთვის დიქტატორი ჭკვიანი არის და ყოველთვის რაღაცა ახსნა აქვს ლოგიკური რასაც აკეთებს, რომ ხაბი ამხელდა, რომ თადეგრი არ იყოს საქმე. მე ამ ინტერპრეტაციის ხაბეს ზუსტ არა ხაბე რასაც აკეთებდა ჩემი ხმარწმენით ხაბემ დაიჭირა ძალიან სწორი ხაზი ამას უკვე ბოლო თვეებია ვამბობ აი ჩვენ დადრე გახსოვს ვილაპარაკია ის რაღაცა რომ ამდენი რუსეთს ელაპარაკი არ შეიძლება იმიტომ რომ რუსეთზე რო ლაპარაკობ რო ამბობ რომ აი ესენი თუ წავლენ რუსები შემოვლენ და რაღაცა შიშები ფანტომური შიშები თუ იხემძღვანელე ამ ფანტომური შიშებით მაშინ ვერასოდეს ვერ მოიგებ იმიტომ რომ თუ რუსეთზე ლაპარაკობ რუსეთი ყველას ეშინია მაგრამ ხაბემ ჩამოაშორა აგ რაღაცა რუსეთის ევროკავშირის და ყველაფერი ჩამოაშორა და დაიწყო ლაპარაკი იმაზე რომ ესენი სულელები არიან აი რაც თქვა რომ აი რაღაცა აი უნდა დაიჯეროთ ხალხო რომ ესენი სულელურად იქცევიან უამრავი პრობლემა აქვს შიგნით სისტემა იხრწნება და ჩვენ შეგვიძლია ესენი სუსტები არიან და ჩვენ ძლიერები თუ ჩვენ ამ კომპლექსს გადავლახავთ და თუ ჩვენ შიშზე მაღლა დავდგებით ზუსტად ეს იყო მისი მთავარი ანუ მაგიტო იყო ყველაზე ზუსტი გასაღები მოუძებნა მე კარგი ახსნა არ მაქვს თუ რატომ დაიჭირეს ხაბეიშვილი იმიტომ რომ არ მაქვს არანაირი პასუხი იმაზე თუ რატომ მოხდა ეს ახლა ხო ანუ ლოგიკურად თუ ხაბეიშვილის გეშინია იმიტომ რომ ის ანონსებს ამა თუ იმას რომ რევოლუციის მოწყობას ვაპირებ ასე შემდეგ ну машин შეგიძლია გეკავებინა ერთი თვის წინ სამი კვირის წინ ასე შემდეგ ну კარგი ახსნა არც ერთ ვარიანტში არ მაქვს იმიტომ რომ არ არსებობს კარგი ახსნა და არ არსებობს ლოგიკური ну ახსნა თუ რატომ შეიძლება მოგიწმის დაჭერა არსებობს ალბათ მაგრამ თუ ეხლა რატო ხდება ამას ბოლომდე ვერ ხვდები ამიტომაც
სავარაუდოდ მაინც საქმე ხოლმე კავშირდება, რასაც ვლაპარაკობდით. საქართველოში თავიდან ბოლომდე წყდება ყველაფერი იმით, რომ ოცნება აკონტროლებს ძალადობრივ სტრუქტურებს და ხალხს ეუბნება, რომ მოგერევით. და ალბათ ახლა ხაბეშვილი არ მგონია, რომ განცხადებების გამო მაინც და მაინც მათთვის საშიში იყო, ალბათ თუ არ მოსწონდათ. ნუ ეხლა უშვებ იგივე შეცდობას, ნუ გონია რომ ძალიან ჭკვიადები არიან. ხარა, ჩვენ კანონბოლ სხვა რაღაცა მგონია რა, ახლა რატომაც ხაბეშვილი გახდა პოპულარული, მე მგონი იგივე რამეს უკავშირდება ხო, რატო გახდა შენი აზრით პოპულარული? მე მგონი, იმიტომ რომ შტაბის-ცვლილება შეიქმნა, რომ არის რაღაცების გამკეთებელი ტიპი და ანუ უფრო პრაქტიკული და არა ის რომ დაждდება გასაცემაში ბევრს ელაპარაკებს. ანუ მე რო ყვედობა აქვს, მაგას არ აკეთებს, ანუ რაღაცებს აკეთებს. ხო, მაშინ ესე იგი სწორი ყოფილა რომ დაუჭერია, იმიტომ რომ თუ ხაბე არ იქნება, მაშინ პროცესი შეიძლება არ იყოს ისეთი ეფექტური, როგორი მოლოდინის ხო, ხონდა. ზუსტად, მე მგონი ეს რაღაც დონეზე ეს მე მგონი სიმართლე არის. ანუ მე მგონი რომ რაღაც დონეზე მართლა სიმართლე არის, რომ საქმის გაკეთება სხვებზე უფრო კარგად გამოსდიოდა და დააზიანეს პროცესს მისი დაკავება. ხა დარწმუნებული ვარო ხაბე ამას ელოდა მისი რაღაც განცხადებებიდან გამომდინარე რა, მაგრამ ეგ არნიშნავს რომ მაინც არ დაზიანდება პროცესი. 4-ზე რო ვილაპარაკოთ რა, ხაბეს გარეშე ეს 4 გამოვა თუ არ გამოვა? შეხ გჯერო მე 4-ში გავა ხაბეს გავა მაგის დაძახელზე მაინც და ანუ ხო, მაგრამ ის იყო, ერთხელ ყავს ადამიანის ცხოვრებაში შემგადაცემაში ნახე დინამიკა შევხედოთ, ზურა. მე კიდევ უფრო მეტად გავალ, მაგრამ დინამიკა შევხედოთ. ეს 4 თარიღი რო გაჩნდა თავიდან. იყო რაღაც კომიკურად იყო აქვე, რა 4, რა დელეგა, რა რაღაც, აი რაღაცა ესე იყო. და ამ თარიღმა ნელ-ნელა შეიძინა სერიოზულობა და არათუ სერიოზულობა, დიდი მიზიდულობის ძალა შეიძინა. ანუ ჩვენ ხედავთ პროცესს, როგორ გახდა ეს თარიღი არასერიოზული და სერიოზულამდე, ხო? როგორ მივიდა და როგორ გახდა დიდი მართლა ესეთი რაღაცა თარიღი, რომელიც ბევრისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეხლა მე რასაც უყურებ, ხო? ხალხი, რომელიც არ გამოდის, ამბობს, რომ 4-ში გამოვალ კიდე, ხო? მოგეთ ხაბეს და ზოგადად ეყოფე შენაც ილაპარაკე რა, აი მე რაც გამოუჩდი ეს თქვა ასპარეზზე სულ ვიძახი, მეც იგივე შო ეგენი სულები რაც კოლექტიური ფარჯიანი გახდა. არ არიან ეგენი ჭკვიანები. ეგენი არიან ყოლა და არაკომპეტენტური ხალხი, რომელთაც გადაწყვიტეს შიდა გადაადგილებები გადაწყვიტეს იმ ფონზე, რომ პროტესტი ჩახშობისგან ძალიან შორსაა, ანუ ყველაფერს მიუხედავად, ამათ ამ შუა იმაში გადაწყვიტეს, ჯერ ხო ისედაც თავის ტოტს იჭრიან და მე ამ ტოტზე ორი ადამიანი როძიან და ამ ტოტს იჭრიან, ამ ორმა ერთმანეთში რო საქმის გარჩევა დაიწყოს კიდე რა, ანუ რაღაც ის გადაწყვეტეს რესტრუქტურიზაცია, გაუშვეს ტიპები, რომლებიც მათი მომხრეების თვალში მაინც არ უნდა გაეშვათ, პირიქით უნდა დაეფასებინათ და რაღაცა. გაუშვეს თან, აი, ამათ კოცებს აქვთ ყველაზე ამაზრზენის მეთოდი აქვს ადამიანის გაშვების. ბიჭო, ადამიანს რო ცამდე აიყვან და რაღაცა ბუზი ყველა ბზუისო გახარიასთან ყველა ტყუისო კობახიძის სიტყვას ვიმეორებ. მე არ შეიძლება იმას დიდისის აგინო რა, არ შეიძლება რაღაცა უნდა დაიცვა, იმიტომ რომ მე მაგას შენი მომხრე ხედავს, რომ ეს რა ქვია, ხარება რო იყო რო რაღაცა ვახტანგ გორგასალს რომ მისა რა ქვია, მიუჯინე ლამის გვერდით და აი მე იალბუზზე ფეხი შედგა რო არის და უეცად რო უშვებ სახლში, აი უპრაგონოდ რასაც ქვია და აი ესე ბოდიშოდ და ასე შემდეგ. მე ეს ხალხი უკვე დაბნეულია, ხო და ეს დაბნეულობა ამათ შეტანილი აქვს ამ ძალადობრივ აპარატში, სადაც განანეგენი მეტი არაფერზე არ დგანანეგენი შისზე და ძალადობაზე მეტი მართლა არაფერზე არ დგანან. კალძის შტაბის წინა სცენა იყო, ხო? აი ეგ მაგასაც ჩვენს რა, ეგ ტიპები, ხო? და ისევ 4 მართლა სიმბოლურ თარიღად განისაზღვრა. ხაბო იყო მაგის ინიციატორი და ყოჩა მას. ანუ გაბედაზე არა, ანუ გაბედა და ტიპი დაუპირისპირდა მათ შორის ჩვენიან, ეგრეთ წოდებული ბაბლს რო უძახიან, კი ყველა ისე ბაბლში, აქეთ ამ ხარესაც დაუპირისპირდა, იმიტომ ნუ ხო ხდება ეხა სკეპტიციზმის დიდი ხო სკეპტიციზმში, ხო თვითონ იმ ხალხს შორის სკეპტიციზმი, ვინც პროტესტის ხარეს გევართ, ხო და შესაძლოა ეხა რა ვიცი, ხო ნუ ცდილობენ რაღაც თავის ფანტომური ისინი განეიტრავნ რა ამას ემსახურება დაახლოებით აი რაც ზალმა ილაპარაკა და სანდრომ რო შეაერთო დაახლოებით ის თქვი ხოლმე. კაი, რას ფიქრობ ხალხის გამოსვლაზე? ანუ მოდი უფრო გავაზოგადებ.
და ზალიკოს დავამთავრები და შეიძლება რაღაც ანალოგი ქონდეს კიდე ლიტერატურიდან. ზოგადად პროგნოზები ზოგადად რთულია განსაკუთრებით მომავალზე, მაგრამ აი მე მაქვს აღქმა რომ ახლა სისტემა როგორ ფორმაშიც არის, რომ განმეორდეს ნოემბერი ან დეკემბერი შეიძლება ვეღარ გაუძლოს. ზუსტად. ეგ აღქმა მაქვს და მაგის ეშინია. მართლა ისეთი ძლიერები რომ ძალა რო ვაჩვენოთ და შეგვიძლია ეს ვაჩვენოთ როგორც ნოემბერში იყო, დეკემბერში იყო, ხო? აი სისტემა არის ბევრად უფრო მყიფე, აი შეუდარებლად მყიფე. ლამის ხარებამაც შემოთვალა იქედან, მაშინ რო გამოდიოდით, ახლა რას ელოდებითო. ხო, ანუ მთავარი ახლა არის აი, პოლიტოლოგიაში ამას ქვია კოორდინაციის პრობლემა რა, როგორ უნდა აიძულოს შენ ყოველ ადამიანს, რომ გამოვიდეს ერთ დღეს და თან ისე რომ თითოეულმა იცის, რომ თუ სხვა ყველა არ გამოვა, მე შარში ვიქნები. Toro დღეს ძალიან დიდი არის შიში რომ შენ თუ აქციაზე გახვალ და პირბადით არ ედგები და სათვალით და რაღაცით დაგაჯარიმებენ და მე რა შეიძლება. გავიკეთე პირბადით და სათვალად რა გააწყო. ხო და ამიტომაც რეალურად თარიღების გამოსწავლების ლოგიკა ამაში არის რა რომ შეეც სლობრო კოორდინაციის პრობლემა გადაჭრა. ხო და ამინ არის შემდგომი შემოს ლოგიკა. სხვა პროგნოზებს გავაკეთე. ხო. ეხლა რამე მაშინ ანალოგიის გარეშე. ხო, ლიტერატურა ამბობს ეგეთ რამეს, რომ ამ ტიპის სისტემების დამარცხების ერთადერთი გზა არის ადამიანური ფაქტორი. ანუ სისტემა შეუძლია გათვალოს ლოგიკური ქცევები, თქვათ ფართო მასებისა. ამის სპეციალისტებიც არსებობენ, ისედაც არ არის რთული, ერთადერთი რასაც ის ვერ გათვლის და ვერ წარმოიდგენს, არის ადამიანური ფაქტორი. ანუ როდესაც ადამიანები იქცევიან ისე, როგორც წესით მოსალოდნელია, მაგრამ როგორც თქვათ, სისტემა არ მოელის. ანუ იმაზე უკეთესები არიან, იმაზე უცნაურები არიან, იმაზე ჯიუტები არიან, ვიდრე იმაზე არაპროგნოზირებადები, ვიდრე საზოგადოებამ საშუალო საზოგადოებამ კი არა, სისტემამ საშუალო სტატისტიკური ადამიანი შეიძლება აღიქვამს. როცა სისტემა ადამიანს აღიქვამს, მოქალაქეს აღიქვამს, ის უპიროვნოდ აღიქვამს მას რაღაცა დამატებითი ადამიანური მახასიათებლების გარეშე. და როგორც კი ვთქვათ, ადამიანური მახასიათებელი შემოდის, ხასიათობრივი მახასიათებელი, ხო? როგორც არის ვთქვათ, სიუჯიუტე, როგორც არის ღირსების განცდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორც კი ეს ცვლადები შემოდის, სისტემას უჭირს გათვალოს და გამოიცნოს, როგორ მოიქცევა ეს ადამიანი, რაზე ექნება რეაქცია, რას დაუპირისპირდება, ან არ დაუპირისპირდება. ამიტომ ლიტერატურა ესე ამბობს, რომ ერთი ადამიანი, მესმის რომ ეს იდეალისტური შეხედულება, ერთი ადამიანის ესეთი ინდივიდუალისტური ქცევის წინაშე სისტემა ყოველთვის მარცხდება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად, ზურაბ ფარჯიანი, ზალ ჩხეიძე და სანდრო შარაშენიძე, რომელიც ცოტა დიდი ხნით გვემშვიდობებას ადავკიდებ, შეგვიძლია ასევე გავაკეთოთ ჩართვაც, მაგრამ სტუდიაში მაინც სხვა არის. მე მგონი, რომ საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა ისეთიც და ასეთიც, დიდი დოზით ინტელექტუალურიც, ზალიკოს დიდი ძალისხმევით და ძალიან საინტერესო, უკიდურესად საინტერესო მაგალითებით. მოგეთ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აუცილებლად დაალაიქოთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი, პოდკასტები, აქტიურად კომენტარებში, როგორც ვხედავთ, ახლა უკვე ძალიან ბევრი ტროლბოტი დაინტერესდა ჩვენით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ყობახიძე და ფარჯიანი Deep State-ის აგენტებად გამოცხადდნენ. მე ჯერ არა. შენ ჯერ არა. ყობახიძის მე ვარ ნატოკი. და მოაზროვნა ეგ. არა, ისე რაღაცა ხოლმე შენც რაღაცა ან ხა ყობახიძეზე, ბექა ყობახიძეზე ვერ იტყოდა კოლექტიური ყობახიძეო და აბა რა უნდა იქნა. იმას Deep State-ის აგენტობა მაინც კოლექტიურ ფარჯიანები. მოკლედ, კოლექტიური ყობახიძეები და კოლექტიური ფარჯიანები და
ჩხეიძეები და შარჟეინძეები იქნებიან ის ხალხი, რომელიც ზუსტად ამ სისტემას დაამარცხებს. მოკლედ იყავით ჩვენთან ერთად, ძალიან მიხარია რომ დაგიბრუნდით. მიყვარხართ ძალიან და იმედია თქვენც ასევე გიყვართ ჩვენი პოდკასტები.